მიიჩნეთ. საღამომშვიდობისა მეგობრებო, რა კი უსმენთ ამ წუთას ჩემს გადაცემას რადიოში, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არის პარასკევი, 19 საათი და 8 წუთი და ეს ნიშნავს იმას, რომ რადიო FM 98.5-ზე, რადიო სივრცეზე არის პირდაპირი ტრანსლაცია, როგორც ყოველთვის, რადიო გეოპოლიტიკური ტოქ-შოუსი, დიდი სივრცე. ყველაფრის ნახვა თქვენ შეგეძლებათ პარალელურად შეგიძლიათ Facebook გვერდზე, რადიო სივრცის შესაბამის Facebook გვერდზე და შესაბამისად YouTube გვერდზეც. დღეს სტუმრად ვყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმრისგან შემდგარი ტანდემი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა და საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერი მკვლევარი ლუკა ეხვაია. აი ესეთი შესაბამისი შემადგენლობა დღეს ამ კვირაში უბრალოდ ბევრი რამ მოხდა და შევეცადოთ რომ ეს ყველაფრის განხილვა მოახერხოთ. რა კი აი ესეთი კვალიფიკაციის მქონე ორი ექსპერტი არის სტუდიაში, რა თქმა უნდა ჩვენ შეძლებს დაგვარად ყოველ შემთხვევაში შევეცდები რომ გამოვსტყუროთ პროგნოზები ამ იმდენ პროცესებთან დაკავშირებით. მოკლედ საღამომშვიდობისა მეგობრებო, გიხდით დიდ მადლობას მობრძანებისთვის. და მინდა შეგახსენოთ სტუმრებს მიმართავ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას თემაზე თუ ვინ გაინაწილებს მსოფლიოს 21 საუკუნეში. შეგვიძლია დღეს დავავიწროვოთ ეს საკითხი, თუმცა რედუქციის შედეგად არანაკლებ მასშტაბური ხდება, ანუ არ მცირდება მასშტაბი ამ კითხვების. კერძოდ მინდა რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება შემდეგ საკითხზე, როგორ შეცვლის სამყაროს ტრამპიზმი. მანამდე კი მოკლედ მოვუყვები ჩვენს მსმენელს იმ მოვლენათა შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა კვირაში. მაკრონი ჩემი აზრით, ეს არის პერსონაჟი, რომელიც თავის თავში ასახავს ფრანგის შესახებ არსებულ ყველა ნეგატიურ სტერეოტიპს, რომელიც შეიძლება ადამიანის ცნობიერებაში გავგვიდეს. მოკლედ, მაკრონი სტუმრობს ტრამპს და ალბათ ნანობს ამ ვიზიტის შედეგად, ვინაიდან გარდა უამრავი დამცირებისა, ის ვერაფერს ვერ იღებს ამ ვიზიტის შედეგად. ყოველ შემთხვევაში ის რაც საჯაროდ არის ცნობილი, ვერაფერზე ვერ დაითანხმა ტრამპი. აქ ნიშანდობლივი ერთი ეპიზოდი, ახლა გთხოვთ რომ გვაჩვენოთ ეს ვიდეო. მოკლედ ჟურნალისტის კითხვაზე მიიჩნევს თუ არა ტრამპი დიქტატორად ვლადიმერ პუტინს, ტრამპი პასუხობს, რომ ის დაუფიქრებლად არ იძლევა ასეთ შეფასებებს და პარალელურად ჩანს ემანუელ მაკრონის სახე. ანუ ჯერ ეს ჟურნალისტის კითხვის პროცესში ის იღემის, ესეც გაცისკროვნებული სახი და ნელ-ნელა ეს სახე იღებს რაღაც გაოგნებულ და შემდეგ უკვე გაკვირვებულ სერიოზულ გამომეტყველებას. ამ ვიზიტის შედეგებს თავისებურად ეხმაურება ამერიკული პრესა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ასევე ერთ-ერთი ტაბლოიდზე ასახული შარჟი, რომელსაც ასახავს ბრომანს, ანუ ბრომანი არის შემდგარი ორი brother romance, ორი მეგობრის შორის, ესე იგი ამ მეგობრობის ხარისხს, ასე ვთქვათ. ამ კვირაში მოხდა ისევ ერთი ძალზედ ნიშანდობლივი ამბავი. გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე პირველად 3 წლის განმავლობაში იყო მიღებული რეზოლუცია. რატომ იყო პირველად მიღებული ეს რეზოლუცია? ვინაიდან მანამდე ვერც ერთ რეზოლუციას ვერ იღებდნენ, ვინაიდან დასავლეთი იყო გაყოფილი შესაბამისად იქ ფრანგები, ბრიტანეთის და ამერიკის ერთ ნაწილს წარმოადგენდა. ისინი სთავაზობდნენ რეზოლუციას, რომელიც გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად ვეტოს ადებდა ჩინეთის და რუსეთის, ასევე საპირისპირო მხარესაც ხდებოდა ჩინეთი და რუსეთის რეზოლუციის პროექტის შეთავაზების შემთხვევაში ვეტოს ადებდა ერთ-ერთი ქვეყანა ან სამი ბრიტანეთი და ამ შემთხვევაში რაღაც არნახული რა მოხდა, ნამდვილი სენსაცია, სკანდალი, რაც გინდათ ის და არ ვქვით. მოკლედ, ამერიკელებმა მოახდინეს ინიცირება რეზოლუციის, სადაც არ იყო ნახსენები ის, რომ რუსეთი არის აგრესორი.
და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და რუსეთმა დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, გაფართოებული ხდომა იყო უშიშროების საბჭოსი და სხვა ქვეყნები, მაგალითად ბრიტანეთი, საფრანგეთი, დანია, საბერძნეთი, ამიტომ თავი შეიკავეს. დანარჩენი 10 ქვეყანა, ესე იგი, შეუერთდა ამერიკელებს ამ რეზოლუციას და ბუნებრივია ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი ჩინეთმა და რუსეთმა. აი ესეთი რამ უცნაურობები ხდება ჩვენს გეოპოლიტიკაში. ამასობაში ცნობილი ხდება და ამგონი დღეს უკვე გამოქვეყნდა ეპშტეინის დოსიეს ფაილები. მე მგონი ნამდვილად გამოქვეყნდა, უბრალოდ ვერ მოვასწარე, ვერ გავეცანი. რა თქმა უნდა, ეს მოხდა FBI-ის აქტიური მონაწილეობით, კეშ პატელი დაინიშნა სულ რაღაც ერთი კვირის წინ და უკვე ასრულებს თავის დანაპირებს და აქვეყნებს სკანდალურად ცნობილი პედოფილის ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო ფაილებს. პოსტერზე თქვენ ხედავთ ტრამპის ადვოკატს ალინა ჰაბას, რომელიც პატიმრობით ემუქრება ეპშტეინის ის ფიგურანტებს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და ეპშტეინის კუნძულის სადაც ეს აღვირი აქცდილობები იმართებოდა. ხშირი სტუმარი იყო, აბა სტუმრებო. სამი ცდა გაქვთ, შეგიძლიათ გამოიცნოთ, ვინ არის თქვენი აზრით? კლინტონი რა თქმა უნდა, ოვალური და ორალური ფორმების მოყვარული ბილ კლინტონი. არის გაჟონა ინფორმაციამ, რომ რაღაც 51-52 ჯერ ესწრებოდა ბილ უილიამ კლინტონი ეპშტეინის კუნძულს და ალბათ მალე გავიგებთ იმის შესახებაც თუ რისთვის იყო ამ კუნძულზე. სტარმერი კიდევ ერთი ძალიან სასაცილო პერსონაჟი ჩემი აზრით, ბრიტანეთის პრემიერი გუშინ სტუმრობდა ტრამპს და მისი ვიზიტი მართალია ნაკლებად დამამცირებელი იყო ვიდრე რაღაც მაკრონის, მაგრამ ვერც ის ვერ გადაურჩა. ტრამპის ტროლინგს სამწუხაროდ მე დამავიწყდა ამ ვიდეოს მოპოვება, არის ძალიან სასაცილო ვიდეო. იქ ტრამპი ეკითხება სტარმერს. Take on Russia by yourself. ანუ აიღებს საკუთარ თავზე ერთ-ერთზე. ხო, მარტო მიხედაო რამე რო იყოს და ამის პასუხად ისმის მხოლოდ სტარმერის ნერვიული სიცილი, აქვე მთელი ეს დაბჭე საზოგადოება იცის, აქვე ტრამპი იცის და მოკლედ ამით ფთავდება ეს ვიზიტი. და ბოლოს ვაშინგტონს დღეს ეწვია ზელენსკი, დღესვე ხვდება ტრამპს, აი მე მგონი ამ წუთებში მიმდინარეობს ეს შეხვედრა. ამ ვიზიტისადმი მიზნულ შარშ აქვეყნებს ტაბლოიდი The Week, აი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. ეს კომპოზიცია, რომელშიც ასახულია ზელენსკი, რომელიც გაყინული ძვრება თეთრი სახლის ფანჯარაში ტრამპთან შესახვედრად, აქვე ვკითხულობთ სათაურს, შეძლებს თუ არა ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას. აქვე შევახსენებ მსმენელს, რომ გამოქვეყნდა ინფორმაცია 2 დღის წინ. ამ ინფორმაციის თანახმად თითქოს და თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ზელენსკის ოფისს გაუგზავნა წერილი, სადაც თხოვდა რომ გაეუქმებინა ეს ვიზიტი. ანუ შეატყობინეს, რომ ტრამპისთვის არასასურველი სტუმარია. ზელენსკი დაუკავშირდა მაკრონს და მხოლოდ მაკრონის შუამავლობის შედეგად ეს ვიზიტი შედგა. მოკლედ, მოდით ჩვენც დავიწყოთ მოთელვა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ მაინც მოთელვი დავიწყოთ, ზევიქის კითხვას უპასუხეთ ბატონებო, როგორ დასრულდება ეს შეხვედრა, შეძლებს თუ არა ზელენსკი ურთიერთობების გადატვირთვას ტრამპთან. ბატონო ირაკლი, აბა, ბრძანეთ თქვენი აზრით. გადატვირთვას ცხადია ვერ შეძლებს, თუმცა გარკვეული პოზიციების შერბილება შესაძლოა მოხდეს ამერიკის მხრიდან, მაგრამ ძირითადი ღერძი იქნება შენარჩუნებული, იმიტომ რომ აქ მოქმედებს ამ დონეზე ემოციებს ნაკლები ფასი და ნაკლები გასავალი აქვს, უფრო მოქმედებს ინტერესები. მათ შორის გეოპოლიტიკური ინტერესები და ასევე ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია იდეოლოგიური ბანაკების ბრძოლასთან. ჩვენ გვაქვს დღეს მსოფლიოში 2 განზომილების ბრძოლა, 2 დონის ბრძოლა, ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ტრადიციონალისტებს და ლიბერალ გლობალისტებს შორის.
და მეორე დღეს ქვედა დონის ბრძოლა, რომელიც მუდმივია და სახელმწიფოები რაც შეიქმნა მას შემდეგ კარგად შერებულა, ეს არის გეოპოლიტიკური ბრძოლა. ტრამპს უწევს ამ ორი ბრძოლის მეთოდების და ვექტორების შეთავსება, რომელიც ყოველთვის შეთავსებადი არ არის. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი დღეს ცალსახად არის იდეოლოგიური ბრძოლა. და ჩვენ ვხედავთ რას, რომ ტენდენცია არის ესეთი, რომ ევროპა იყო შოკში ტრამპის პირველი ნაბიჯებით, თუმცა ნოემბრის მერე შეგუებული იყვნენ, რომ ტრამპი მოვიდოდა გაიმარჯვა არჩევნებში, შოკიდან გამოვიდნენ, მაგრამ მიიღეს სრულიად არარეალისტური და რეალობას მოწყვეტილი გადაწყვეტილებები. კერძოდ მათ გადაწყვეტეს, რომ ბრძოლა გაუმართონ ტრამპს. ეს უკვე ჩანს გარკვეულწილად, თუმცა ეს სტარი გადაწყვეტილება რატომ? ევროპას ცალკე აღებულ სუბიექტურობა ეჭვის ქვეშ არის, მათი მთავარი მონოპოლარი რაც არის, ეს არის საერთო ბაზარი, ანუ ეკონომიკა. მაგრამ მათ არ აქვთ ენერგია, ენერგეტიკის პრობლემა აქვთ და ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა, ბუტაფორია. ტარიფები ემატება ამას? ამას ემატება საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება. ეხლა თვითონ ევროკავშირი, რა თქმა უნდა, იყო კარტელური ბაზარი და საოცრად უმაღლესი დონის პროტექციონისტულ პოლიტიკას აწარმოებდა, ჩაკეტილი ბაზარი იყო. უცხო საქონელს არ უშვებდა, ცდილობდა რომ არ შეეშვა და შესაბამისად თვითონ კი გაქონდა სავაჭროდ, ხო, მათ შორის შეერთებული შტატების ბაზარზე, სხვა ბაზრებზე, ჩვენთანაც მათ შორის მასშტაბები რა თქმა უნდა განსხვავებული, მაგრამ ყველგან პროფიციტი ქონდა. ეხლა ამ საერთაშორისო ვაჭრობას, რომელსაც ევროკავშირი სიტყვაზე მხარს უჭერდა, მაგრამ საკუთარ ბაზარზე არავის არ უშვებდა, სელექტიურად უშვებ. ამას ეხლა დაემუქრა საფრთხე, იმიტომ რომ ტრამპმა შემოიღო ახალი სატარიფო ომის წესების შესთავაზა მსოფლიოს. ეს ერთის მხრივ არის საკუთარ ტერიტორიაზე მრეწველობის დაბუსტვა, ანუ განვითარების საფუძვლების შექმნა, მეორეს მხრივ ეს არის გლობალური ვაჭრობაზე, თავისუფალი ვაჭრობის ლიბერალებისთვის საყვარელ თავისუფალ ვაჭრობაზე დარტყმა. რაც გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ხო? გამოიწვევს რას, რომ შემცირდება საერთაშორისო ვაჭრობა გლობალურად, შემცირდება გლობალური ტრანზაქციები, ქვეყნები ჩაიკეტებიან და დაიწყებენ მეტად პროტექციონისტული პოლიტიკის წარმოება, სხვადასხვა ქვეყნები და შემცირდება მაგალითად ნაოსნობაც კი. ნაოსნობასთან დაკავშირებული სადაზღვო საფინანსო უზრუნველყოფის სეგმენტები, ასევე, ანუ სერიოზული ეს უკვე სერიოზული რამდენიმე შეიძლება 2-3 მილიარდის, ასე ვთქვათ, შედეგი ქონდეს ამ ყველაფერს. ამერიკელებისთვის. ზოგადად სოფლიოსთვის, ხო? ამას მე ვფიქრობ, რომ ტრამპი მოაყოლებს ფინანსურ სექტორში გარკვეულ აქტივობებს, გარკვეულ და გადამწყვეტ აქტივობებს და ეს იქნება მისი გადამწყვეტი დარტყმა, რომ ის ხალხი, ვინც მას ებრძვის, ვის ორჯერ მოუწყვეს თავდასხმა, ხო? სიცოცხლე კი აღარ მოუსწრეს. ეს ხალხი ძირითადად მათი წარმომავლობა ეს არის საფინანსო სავახშო კაპიტალი, დიდი კაპიტალი, რომელიც დგას ფედერალური სარეზერვო სისტემის უკან და ევროპული ბანკების უკან. ზოგიერთი ეს დინასტია რამდენიმე ასეულ წელსაც კი ითვლის, ზოგიერთი რომის იმპერიიდანაც კი მოდის მაგალითად მასიმოვების ოჯახი. დარტყმა ფედერალური რეზერვის და საფინანსო ოლიგარქიაზე აუცილებლად იქნება. ამის პირველი მერცხალი იყო ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად შემუშავებული ერთგვარი გეგმა, რომლითაც მას სურს კრიპტოვალუტებით და ტექნოლოგიურ პლატფორმებით ბანკებთან კონკურენცია და მომავალში ბანკების კომერციული ბანკების ჩანაცვლებაც კი. ეს უკვე შემდგარი ფაქტია, ხო? ელონ მასკი, პიტერ ტილი, ალფაბეტი, გუგლი და ესენი შემოიკრება, მათ შორის მეტაც, რომელიც საქართველოში კვლავ არ იქცევა ისე როგორც უნდა იქცეოდეს მიუხედავად განცხადებებისა. და შემდეგი იქნება უკვე როდესაც მოთოკავენ ემისიის ცენტრებს, მათ შორის დოლარის ემისიის ცენტრებს, ეს არნიშნავს იმას, რომ დოლარს უარს ეთქვია. ფრანკფურტში, სადაც ევრო იბეჭდება, ხო, ლონდონი, სადაც ფუნტი იბეჭდება, აი ამ ცენტრებს როცა მოთოკავენ, შემდეგ ალბათ გადავლენ და მიხედავენ ოფშორულ ზონებს.
მიჩნეულია რომ 35 ტრილიონია დაახლოებით ოფშორში, ანუ მე-13 მსოფლიო ეკონომიკის და 80% ამ ზონას აკონტროლებს ბრიტანეთი, დიდი ბრიტანეთი. ტრამპთან შეხვედრა არ იყო ის შეხვედრა, რომელიც ეკადრება ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების დიდ ტრადიციებს. განსაკუთრებული ჟესტი გააკეთეს მართალია ვინძორების სახლის მოწვევა გადასცეს ტრამპს, რომელთაც ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ჩავა მეფის მიწვევით, ჩარლზის მიწვევით, მაგრამ მეფე სავარაუდოდ შესაძლოა ტრამპის ბანაკში ვიხილოთ, ტრამპის მოკავშირედ, იმიტომ რომ ბრიტანეთშიც შეწუხებულია ხალხი იმ ლიბერალიზმით, რომელიც მძვინვარებს ევროპაში და პირდაპირ ეხლა მაგალითად ტრამპთან შეხვედრაზე თუ მიაქციათ ყურადღება იყო ჯეიდი ვენსის რეპლიკა ძანუხეში კი რომ პირდაპირ დაადანაშაულა იმაში რომ სიტყვის თავისუფლება თავისუფალი სიტყვა არ არის მათ შორის დიდ ბრიტანეთში ხო Facebook-ის პოსტის გამო დააკავეს ადამიანები რაზეც მიიღო ტრუიზმი რომ ინგლისის დემოკრატიას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია ნუ ეს ინგლისელების სნობიზმი აქ ნუ ბიჭოშევის ასწავლი დემოკრატიას ესეთი დიალოგი ეხლა ჩვენთან ბევრს გონია რომ ევროპა არის რაღაცა დემოკრატიის ფასადი ესე იგი სიმბოლო სანიმუშო დემოკრატია მაგრამ რეალურად მთელი მეინსტრიმული გამონაკლისის გარეშე მთელი მეინსტრიმული მედია ევროკავშირის ტერიტორიაზე იმართება ოლიგარქატის მიერ ფინანსური ოლიგარქატის მიერ ფლობენ ისინი უბრალოდ ამას ამიტომ არანაირი სიტყვის თავისუფლება ევროპაში უკვე დიდი ხანი არ არის ეს პროცესი განსაკუთრებით სიღრმეში შევიდა 2000-იანი წლების შემდეგ და არის ახლა ფანჯრები დარჩენილია პატარა ინტერნეტ სტუდიები რაღაცა იქ სხვადასხვა ბიჩუზე და სხვადასხვა რამბლზე და რაღაცა ესეთ მაგრამ მათ არ აქვთ რესურსები და მეინსტრიმი ამერიკაშიც ეგეთი სიტუაცია და ევროპაშიც ახლა რას აკეთებს ტრამპი ტრამპი ხვდება რომ ახლა ამ ხელა კორპორაციების ყიდვა ძალიან დიდი რესურსი უნდა ხო გინდა CNN, ABC, MSNBC და საგამომცემლო სახლები ხო იმაში ევროპაში რომელსაც როჩილდები ფლობენ ახლა რა ფული უნდა მიწა როჩილდში რომ დაინტერესო გაყიდვით ეკონომისტის და Financial Times-ის მაგალითად ამიტომ ისინი ინფორმაცია მათ გადააქვთ სოციალურ ქსელებში აი დღეს მოხდა კლასიკური ამის გამოვლინება, როდესაც ეპშტაინის ფაილების დოსიები გადაეცა ბლოგერებს. ტრამპის მომხრე კონსერვატორ აიდის ბლოგერებს. ანუ ეგ ხალხი ტრამპის გუნდი იღებს აქცენტს სოციალურ ქსელებზე, ინფლუენსერებზე, რასაც ქვია, ვისაც ბევრი გამომწერი ყავს და ასე შემდეგ. ანუ მეინსტრიმული მედია ამ მეთოდით იქნება ადრე თუ ქვიან ნიველირებული და თითქმის განადგურებული. და მართლაც ასე მოხდება ეს ამისკენ მიდის ტექნოლოგიაც. მოკლედ დაახლოებით ესეთი ვითარება ტრამპი განიხილავს ევროპას როგორც არა ოპონენტებს და არა კონკურენტებს, არამედ როგორც მტრებს. პირველ პირებს მაგალითად მაკრონს, მაგალითად შოლცს განიხილავდა ასეთად. მერცსაც კი არ განიხილავენ ეგენი თავის მოკავშირედ, ჰიპოთეტურადაც კი ვინაიდან აგრე ელონ მასკმა გამოხატა კიდევაც ხო ალტერნატივა გერმანისთვის. ბრიტანეთშიც იგივე. ამიტომ ეს ციტადელი, რომელსაც ახლა აშენებენ ლიბერალები ევროპაში, დიდხანს ვერ გაკაჩავს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში განუხრელად ვარდება ცხოვრების დონე. ცხოვრების დონე ვარდება იქიდან გამომდინარე, მე ვნახე მაგალითად ხორცის ინდექსით ვახდენ მე ცხოვრების დონის შეფასებას და ევროპაში შარშან 4.5 კილოთი მოიკლო ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარება. რუსეთში დაახლოებით ამ რაოდენობით გაიზარდა. ეს გაჩვენებს, რომ ხორცში ტყუილი არ ხდება, ხორცი ინფლაციასაც არ ემორჩილება, ყველაფერი მთელი ეკონომიკა ხორცში არის ასახული, ხო? ну ვინც იცის ეს სფერო მიხვებრას გულისხმობ. ამიტომ ინგლისში სამრეწველო პროდუქციის შეკვეთები 3 წელია ვარდება, გერმანია მე-3 წელია რეცესიაშია, ტექნიკურ რეცესიაში, მაგრამ ამის შეჩერება მათ გაუჭირდებათ. ამერიკის კაპიტალი ყოველთვის ხარს უჭერდა ევროზონას 4 ტრილიონის ინვესტიცია ჯამში ამერიკას გაკეთებული ევროკავშირის ტერიტორიაზე მაგრამ მე ველი რომ ნაწილი ამ კაპიტალის გავა და ფედერალური სარეზერვო სისტემა აღარ დაეხმარება ევროს. ამიტომ ევროპას უკვე კარგი გამოსავალი არ აქვს. ფაქტიურად მაგათ მუსიკა გამოურთეს და ეგენი ცეკვას აგრძელებენ. მერისი მეშინია თავარი და
მე ბატონ ლუკას აზრის მოსმენად საინტერესო იქნება. მე იმის მეშინია რომ სავარაუდოდ ევროპა მიიღებს გადაწყვეტილებას რა ხანბრძოლის გაგრძელება დააპირეს რომ ტრამპს დაარტყან, ოღონდ დაარტყან საქართველოში. მე ამას ველი, ბოლო მოვლენები ამის ინდიკატორები არის, აქ ჩვენების ესე გააქტიურება, ევროპელების რაღაცა თანხების გამოყოფა და აქსელერაცია ბიუჯეტების, რაც ისმის ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ ისმის ეს ასე ვთქვათ მეორე ტალღა. და ეს პრინციპში ლოგიკაში ჯდება, იმიტომ რომ ევროპის გადაწყვეტილებას ვინც იღებს, არც თუ ისე დიდი ჭკუით გამოირჩევა, ახლა ეს ვინც ასრულებს უბრალოდ ეს ბრიუსელის ბიუროკრატია, ამიტომ ნებისმიერი სისულელი მათგან მოსალოდნელი. შესაბამისად, საქართველოს დაარტყამენ იმისთვის არა, იმიტომ რომ ტრამპის რაღაცა მოკავშირეა, მემორანდუმია გაფორმებული, არა, იმიტომ რომ ერთი და იგივე პლატფორმაზე დგას ტრამპის გუნდით, საქართველოს მაგალითად უნგრეთის პირობითად, ხო, და აზერბაიჯანის თქვენ წარმოიდგინეთ და რაღაცა გაგებით რუსეთი და ჩინეთიც კი. ახლა რუსეთს კი ურტყამენ, აგერ მეტად თქმა რა გინდა, ომი მიმდინარეობს ჩინეთს ვერ უბედავენ. არგენტინაც შორს არის და არ არის აქტუალური იმდენად და საქართველოს დამარცხება და საქართველოს სვლა ტრადიციულ პლატფორმაზე თუ ამას ესენი გააჩერებენ, ეს მათთვის იქნება არანორმალურად დიდი წარმატება ტრამპიზმთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ. ამიტომ აქ შესაძლოა მართლაც წადონ, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ. ეს ძალიან კარგია, ეს ბოლო ფრაზა მოვეწონე, რომ არაფერი არ გამოუვათ. აქ საინტერესო რა არის? ყველა ელოდებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იქნებოდა გარკვეული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს არის თანამონაწილე ამ პროცესის, რომ არის რაღაც გარკვეული ერთობა, ღირებულებითი, რომ არის კომპლიმენტარული ან კეთილი განწყობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მიმართ და მე ხშირად მომისმენია რაღაც ესეთი ნერვიული პრეტენზიები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ რატომ არ ვაქტიურობთ, რატომ არ ჩადიან ინაუგურაციაზე, რატომ არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტრამპთან, ვინმესთან და ასე შემდგომ, არიან ეს პასიურები. და ირაკლი მახსენა ის რომ შესაძლოა საქართველოს ერთ-ერთი სამიზნე იყოს, არა მხოლოდ სამიზნე ჩვენ უყურებთ პროცესებს, იქ რამდენი მცდელობა იყო ორბანის გადმოტრიალების, ფიცოს წინააღმდეგ, ჩვენ ხედავთ რა მოხდა გუშინ წინ რუმინეთში, როდესაც ჯორჯესკუ აიღეს უბრალოდ რაღაც სისულელები დაავრალეს, რომ არის ანტისემიტი, არის ფაშისტი და ასე შემდეგ. იმდენად თვალსაჩინოა ეს, იმდენად ხელოვნურია და იმდენად ყალბია, რომ ეხლა ბუნებრივია აღშფოთს და მასკი და ალბათ სხვა ოფიციალური პირები მე რუბინის სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც ველოდები ამ რაღაც რეაქციას, მაგრამ დღეს მივიღეთ პირველი ნიშანი ასეთი, ანუ ესპენიუსი ჩვენი სააგენტო სივრცეები აქვეყნებენ შემდეგ პოსტს. გარკვეულწილად სენსაციური არის, ვინაიდან ამ პოსტის ავტორი არის ილონ მასკი და ილონ მასკი უძღვნის ამ პოსტს საქართველოს პატრიარქს ილიამ მეორეს. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება, ილონ მასკი საქართველოში ილიამ მეორის საყოველთაო ნათლობის შესახებ წერს. ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სიახლეს ჩვენს Facebook გვერდზე, ანუ სივრცეების და ასევე საიტზე spnews.io. ამდენად აქ არის მინიშნება, ეს არის შემთხვევითი, რომ მასკი ახსენებს კულტურულ ლიდერებს ის რომ ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ მიგრაციის ძირითადი სტიმული არის შობადობის კატასტროფული შემცირება, მათ შორის დასავლურ დემოკრატიებში, მათ შორის იმ საზოგადოებებში, სადაც ცხოვრების ხარისხი არის მაღალი, ამდენად ეს ნიშანდობლივია და ეს საინტერესოდ ებმის იმას, რაც თქვა ირაკლიმ. ლუკა, იგივე კითხვა პრინციპში, მაგრამ უფრო რაღაცას გავამდიდრებ ამ თვალსაზრისით. ზელენსკი ცხადია განვიხილოთ, მაგრამ ირაკლი ამბობს, რომ ევროპა არ დანებდება და რაღაცა ეს არის უკანასკნელი რაღაც ციტადელი, რომელიც ვანდეა, ამათი რაღაცა, ეს ლიბერალური კუნძული, რომელიც შეეცდება, რომ შეუქმნას რაღაცა პრობლემები ტრამპს და მის ამ კურს
შენი აზრით, აი მაკრონი ხო, სტარმერი, ანუ ბრიტანეთი არ არის ევროკავშირში, მაგრამ ევროპული სახელმწიფოც კი არის გარკვეული თვალსაზრისით, თუ კი გავითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს, დაზვერვის შესაძლებლობებს, ეკონომიკას და ასე შემდეგ. და საფრანგეთი ერთადერთი ბირთვული ქვეყანა ევროპაში. დამამცირებელი დამოკიდებულება დემონსტრატიული მაკრონის მიმართ და ანუ კი სტარმერი კი მიიღო დახვდა იქ თეთრი სახლის მისაღებში წერილიც მიიღო როგორც ირაკლი თქვა მეფისგან, მაგრამ აქაც არის იგრძნობა ეს უნდობლობა და ეს გარკვეული მიუღებლობა, ხო, ტრამპის მხრიდან. შენი აზრით შეიძლება თუ არა ტრამპი დამორჩილებას ევროპის, რასაც სხვათა შორის პუტინი წინასწარმეტყველებდა, რომ ნახავთ თქვენ, რომ როგორც ეს ძაღლი აქვს პატრონს ეს ფეხებს ეხება, ესე დაემართება ევროპელებს. შეიძლება თუ არა დამორჩილებას, გაუწევენ თუ არა აქტიურ წინააღმდეგობას. უშიშროების საბჭოს ხდომაზეც ხო ეს ხდებოდა, არც ერთი ეს ქვეყანა, არც საფრანგეთი, არც ბრიტანეთი არ იყო წინააღმდეგი ამ რეზოლუციას. თავი შეიკავეს. კი ბატონო, ვეტო არ გამოუყენებიათ. ხო, მოდი დავიწყოთ ცოტა უკნიდან პროცესების აღწერა, რისი მოწმენიც ვართ. 4 მთავარი დიპლომატიური თანადროული პროცესი მიმდინარეობს დღესდღეობით. პირველი ეს არის, რაც ხდება თეთრ სახლში და აი ბატონმა ირაკლიმ კარგად აღწერა ის პროცესები, ხო? და ამას აქვს ორი დანიშნულება ტრამპის გუნდის მხრიდან. პირველი, რომ გარკვეული იერარქია შეიქმნას ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ დასავლეთში და ტრამპმა აჩვენოს, ვინ არის ამ იერარქიის სათავეში და მეორე, ევროპელებს დაუბრუნოს რეალობის აღქმა. ჩვენ ნახეთ პირველი იყო დუდას ჩასვლა პოლონეთის პრეზიდენტის, რომელიც მოსასწრებში საათნახევარი ალუდინეს და შემდეგ 11 წუთით შეუშვეს და უბრალოდ გამოუშვეს ყველანაირი სერიოზული დიალოგის გარეშე. შემდეგ ნახეთ მაკრონის ჩასვლა და ის უხერხული მომენტებით გაჯერებული შეხვედრა და ბოლოს გუშინ ნახეთ სტრამერის ვიზიტი, სადაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გარკვევით გაიმეორა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. რომ უკრაინა ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი. და უფრო მეტი საქმე დაამატა, რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი, რაც ატეხილია ჩვენს გარშემო ეს უკრაინის ომი, მეტწილად ზუსტად ნატოს გაფართოების ბრალია და ნატოს ფაქტორით არის გამოწვეული. ამის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო შეხვედრაზე, როდესაც ტრამპს კითხეს, რომ არის თუ არა ზელენსკი დიქტატორი. და მან უპასუხა, რომ ეს მე ვთქვიო, რა როდის ვახსენე ხო, და ეს ხუმრობა საიდან მომდინარეობს, ხო? ის მომენტი, როდესაც ტრამპმა მას დიქტატორი დაუძახა, ეს იყო მომენტი, როდესაც ჯერ მინერალების ხელშეკრულება დადებული არ იყო, ზელენსკი ურჩობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მოითხოვა და დღეს შავა და აუცილებლად მოაწერს ამ ხელშეკრულებას ხელს, ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ტრამპის რიტორიკა და ტრამპის გუნდის რიტორიკა ცოტა უფრო შერბილდა. და ეს სრულიად გასაგებია, იმიტომ რომ მიიღეს ის რაც უნდათ და ზოგადად ტრამპი ევროპელებთან ძალიან კაფიო და ხის ტრანზაქციულ ურთიერთობაშია და ცდილობს რომ ყველასთან გარკვეული ბარტერები ამერიკისთვის სასარგებლო ბარტერები მოახერხოს, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ რა ხდება სხვა შრეებში, ხო? ერთი ვხედავთ, რომ მეორე შეხვედრა შედგა გუშინ სტამბოლში რუსეთის და ამერიკის დელეგაციების შორის და რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ევრაზიის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რამე თუ განიხილება სწორედ ამ შეხვედრებზე. და არა იქ რაც თეთრსახში რაც ხდება, ეს რა თქმა უნდა შოუს ნაწილია, ამით ვერთობით ყველა, მაგრამ ის რეალური საკითხები, რაც მართლა გადაწყვეტს შემდეგ უკვე საერთაშორისო წესრიგის მომავალს, ეს განიხილება ზუსტად ამ სამუშაო შეხვედრებზე, საიდანაც ბევრი ინფორმაცია მაინც და მაინც არ გამოდის, ჩვენ ვიცით, რომ საუბრობენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, საელჩოების დაკომპლექტებაზე და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანაზე და ამუქოქვაზე, ხო? მეტი დეტალური ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად კიდევ ორი რამე ხდება. პირველი, შოიგუ ჩადის რუსულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთში და კიდევ ერთხელ ორივე მხარე იმეორებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს. ამერიკისთვის მიმართულ გზავნილს, რომ ეს ალიანსი არ არის ალიანსი, რომელიც თავშეთ დროებითია, მყიფია და ალიანსის კავშირი რუსეთისა და ჩინეთის კავშირი არის ისეთი მყარი, როგორც არასდროს და რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ყველა მიმართულებით. და ამასთან ერთად ჩვენ ხედავთ რა ხდება
ევროპაში. ეს არის ანტიდიპლომატია და საერთოდ ყველანაირი მორალური პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ ხედავთ რა განცხადებებს აკეთებს კაია კალასი, სრულიად გამოუგნებელ რაღაცებს ლაპარაკობს. ჯერ ჩადის ვაშინგტონში, თხოვნით რომ შეხვდეს რუბიოს, რუბიო არ ხვდება, უბრალოდ რო არ თხოვნით არა, ვიზიტი ჩანიშნული იყო. უბრალოდ იქ ადგილზე უთხრეს უარი. კი, ადგილზე უთხრეს უარი და არ შეხვდა უბრალოდ რუბიო, გამოაბუნზულეს უკან და ამის შემდეგ მისი რიტორიკა, ხო, ახალ ტრიბუნას ქმნის სპეციალურ ტრიბუნას, სადაც პუტინი უნდა გაასამართლონ. ანუ იმ იდეებში და იმ წარმოდგენებში არის კიდევ ჩაკეტილი, რომ რუსეთი არის იზოლირებული და შესაძლებელია რუსეთის დამარცხება. მოკლედ ეს სრული კოლაფსი ევროპაში და ამის გამოხატულება ის, რასაც ამბობს დანიის და შვედეთის პრემიერები, ხო? დანიის პრემიერმა თქვა, რომ ესე იგი უკეთესია რომ ომი გაგრძელდეს, პირდაპირ თქვა ყველანაირი შელამაზების გარეშე, მშვიდობა შეობს რომ ომი გაგრძელდესო და ნორვეგიის პრემიერ, რომელიც იძახის რომ იმ შემთხვევაში თუ ტრამპმა მართლაც დააწესა 25%-იანი ტარიფები ევროპაზე, მაშინ ეს ნიშნავს რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ და სავაჭრო ომში ჩაერთვებიან ერთმანეთთან. მოკლედ, ევროპა არის ყოველად დაცლილი ყველანაირი დიპლომატიური პოტენციალის გარო, აი ამ ძალაუფლების ცენტრებთან რაიმე არსებითი დიალოგი აწარმოოს და ის კრიზისი, რაც არსებობდა ევროპაში, კიდევ და კიდევ უფრო ღრმავდება, ხო? ეს არის პირველი ის, რომ ევროპამ მთლიანად უარი თქვა დიპლომატიაზე და აირჩია ომისენა, მეორე რომ ევროპამ უარი თქვა ია ბუნებრივ რესურსებზე, რამაც ავტომატურად გამოიწვია დეინდუსტრიალიზაცია, რაც კიდევ და კიდევ უფრო ღრმავდება. და რა თქმა უნდა, ბოლოს ის რომ ევროპამ აირჩია რომ იყოს ნახევრად პერიფერიული ზონა, ერთ ძალაუფლების ცენტრზე დამოკიდებული, სრულიად ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული და ამის შედეგებს დღეს უფრო და უფრო მკაფიოდ ხედავთ. ამის დემონსტრაცია ის, რაც მოხდა გერმანიის არჩევნებში, ორი სიტყვით რო შევეხოთ, იმიტომ რომ პრინციპში ეს გერმანიაში რაც ხდება, ასახავს იმას, რაც მთლიანად ევროპაში ხდება, ხო? ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით 28.5%-ით გაიმარჯვა ქრისტიან დემოკრატებმა, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, მეორე ადგილზე გავიდა AfD, მესამე ადგილზე გავიდნენ სოცდეკები, რომლებმაც შოლცის პარტია, რომელმაც ისტორიული მინიმუმი აჩვენეს და რა თქმა უნდა, კიდევ ორი პარტია, მწვანეები და ლინკე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აჩვენა არჩევნებმა, პირველი არის ის, რომ ძლიერდებიან ავთენტური ნამდვილი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები. ერთი მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, AfD, როგორც რადიკალური მემარჯვენე პარტია და მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ, რომ სარა ვაგენეხტს ძალიან ცოტა დაჭირდა, 13,000 ხმა დააყდა 0.13%. ხო, 5% გადაელახა, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პრინციპში რომ სარა ვაგენეხტი თუ გადალახავდა ამ ბარიერს, ეს შიდა ბუნდესტაგის არითმეტიკა სრულიად ამოაყირავებდა. ახლა თუ საკმარისია მერცისთვის რომ კოალიცია შეკრას მხოლოდ შოლცის პარტიასთან, მაშინ მოუწევდა რომ მესამე პარტია დაემატებინა. ამ შემთხვევაში მთავრობა სრულიად დისფუნქციური იქნებოდა. და ნუ ბეწვი არიან ჯერჯერობით გადარჩენილები, რომ ვაგენეხტის პარტია არ შევიდა და სრულიად არ აირია სიტუაცია. და სწორედ ეს გარემოება, რომ ვაგენკნეხტმა ვერ გადალახა და ამდენი დააგდა მხოლოდ 14,000 ჯერ ქმნის საფუძველს და აბსოლუტურად გეთახმები იმაში, რომ მთელ კონფიგურაციას და მომავალი კოალიციის კონტურებს ცვლიდა ეს მნიშვნელოვნად, ვინაიდან სარა ვაგენკნეხტს ბევრად უფრო მეტი საერთო აქვს ალტერნატივა გერმანისთვის, იგივე ლინკესთვის ან მეწვანე. გასაკვირი არის, რომ სარა ვაგენკნეხტის პარტია ჯერ კიდევ 3 თვის წინ მისი რეიტინგები აქცევდნენ 8-9%-იან ნიშნულს და რაღაცა მოხდა. ნუ ბევრი ექსპერტი ვარაუდობს იმას, რომ ალბათ ალტერნატივამ წამოიღოს სწორედ ეს ხმები სარა ვაგენკნეხტის, მაგრამ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მოხდა და რაც მთავარია. ჩვენ ისე ხედავთ იმას, რომ ამ არსებულ სისტემაში არაფერი არ იცვლება. ანუ მერცი პირდება იმას, ჩვენ გავამკაცრებთ იქ მიგრაციულ რეჟიმს, გავამაგრებთ საზღვრებს და არჩევნების მესამე დღეს ამბობს, მე არასოდეს არ მithქვამს ის, რომ მე რაღაცა შევზღუდავ მიგრაციას და ბერლინი იღებს თვითფრინავს ავღანეთიდან, რომელიც ესე იგი ამ ტოლვილები ჩამოყავს. ჩვენ ხვდებით, რომ ამ სისტემური პარტიები და ხედავთ მერცის აი ამ რადიკალურ რიტორიკას ამერიკელების მისამართით იქ თუ შეიცვლება ეს ვითარება, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ არჩევნების გზით. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ევროპულ ამ პოლიტიკურ სისტემას წინ ბევრი ტურბულენტური პროცესი ელოდება. როგორ ვფიქრობ შენ?
ხო, იმასთან ერთად რომ აი ეს ყველანაირი სტერეოტიპი ირღვევა, ხო და ამაში ტრამპის კუც დიდი როლი მიუძღვის, ხო? ერთი მხრივ ხედავთ რომ ამერიკული იდეალიზმის მითი ირღვევა, მეორე მხრივ დავინახეთ რომ ევროპაში ეს სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების უზენაესობის მითი ირღვევა. ჩვენ ვნახეთ რა ხდება ბრიტანეთში, ვნახეთ რა ხდებოდა წინასაარჩევნოდ გერმანიაში, რაც სხვათა შორის გრძელდება ეხლა. საფრანგეთშიც და გერმანიაში იყო ძალიან საინტერესო მოვლენა, როდესაც ვნახეთ რომ ესე იგი ოჯახი გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და NGO-ების რაღაცა კოლაბორაციით. ხო, ეს საშინელება. დაწესებულება, სადაც მიდიხარ და უბრალოდ ადამიანებს უშვებ, რომ კონსპირაციულ თეორიებს ავწერენ. და შემდეგ ისინი იღებენ გარკვეულ ზომებს და ეს კონსპირაციულ თემებში შედის ყველაფერი, რასაც ისინი ეძახიან დეзинფორმაციას და მისინფორმაციას. ანუ ყველაფერი რაც არ მოწონთ. რასაც პატელი იძიებს. აი ამას ეძახიან კონსპირაციას, რაც მთავარია. მოითხოვენ რომ მსგავსი სიგნალები, ესე იგი, შეისწავლონ და უბრალოდ მოახდინონ ინფორმირება შესაბამისი სტრუქტურის. ეს საერთოდ გენიალურია, რომ ოფიციალური სახელმწიფო უწყება ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სტრუქტურას, რომელიც იღებს ანონიმკებს. ანუ მეზობლისგან, ათესავე ოჯახის წევრისგან, კონსპირაციულ რაღაც თემებს ვიც ავითარებს, აუცილებლად უნდა შეატყობინო, გადასარევია. კი, და სრული კონტროლი რა, ალტერნატიულ აზრზე, რომ უბრალოდ ძალიან დიდი რისკია ევროპისთვის ალტერნატიული აზრი, ის დისკურსი რაც არსებობს, ხო, ცენტრისტების დისკურსი და ეს ევრობიუროკრატების დისკურსი არ უნდა დაირღვეს. აქ თუ ბზარი გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დომინოს ეფექტით მიყვეთა ეს ყველაფერი ჩამოინგრეთ თავზე. მაგრამ აქ ერთ რამეს დავამატებ, კიდე რაც რუმინეთში ძალიან საინტერესო ახსენეთ, რაც ხდება ეს პროცესები, ხო? ჩვენ ვნახეთ დაკავება, მაგრამ კონტექსტი რა არის ამ ყველაფრის ეს არის საინტერესო რა. ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა გააუქმეს არჩევნები არალეგიტიმურად, შემდეგ ცდილობენ რომ გააჩუმონ ჯეორჯესკუ, მაგრამ კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ მას შემდეგ რაც ხედავენ, რომ უკრაინა თავისი პროქსის ფუნქციას ამოწურავს, ანუ სატელიტი ქვეყნის ფუნქციას, სადაც შეიძლება ომი გაჩაღდეს და გამოიყენო ყველანაირად და ნელ-ნელა წურავს, დემოგრაფიულად, ბუნებრივი რესურსებით, ამ ყველაფერს წურავს უკრაინა. ახალი ესეთი სატელიტია საჭირო, რომელიც შეიძლება ვიყოთ ჩვენ, ვეთანხმები ბათონი რეგის და მეორე რუმინეთი. რუმინეთთან რატომ რუმინეთი ხო? ჩვენ ვიცით, რომ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ევროპის მასშტაბით, კონსტანცას ბაზის გაფართოება და რესტავრაცია მიდის რუმინეთში. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში აძლიერებენ 5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია უკვე ჩადებული და ეს ბაზა ფართოვდება. ეს შემთხვევით არ არის, ხო? გარკვეული დანიშნულება და ქვეტექსტი იკითხება ამის უკან. შესაბამისად, აი ეს შემდეგი აფეთქების წერტილები რაც შეიძლება იყოს, ვეთანხმები ბატონ ირაკლის, რომ შეიძლება იყოს საქართველოს და ასევე რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ურჩობენ, ხო? და აი სუვერენისტული ხაზის გატარებას ცდილობენ. ეს შეიძლება იყოს ასევე სლოვაკეთიც, სერბეთიც და რა თქმა უნდა უნგრეთი, რომელიც ლიდერია ამ ჯგუფის სახელმწიფოებს შორის რა. კი ბატონო. თუმცა დავამატებ აქ რომ აქ მოიაზრებენ ორ ძალას, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთს, მას შემდეგ რაც მორჩება ეს კონფლიქტი, ეს არის პოლონეთი. პოლონეთს ძალიან არ უნდა ამ როლის აღება, საკუთარ თავ ამისის აღება და რა თქმა უნდა, ამ შურთგეთახმები რუმინეთი ძლიერდება და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქვე კითხვა იბადება, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ნატოსთვის? ეს ხო ნატო ხო ამერიკის შეერთებული შტატებია. მთელ ტრაგიკომიზმს ამ ვითარების ევროპელების ასახავს ზუსტად ეს ჩვენი საყვარელი კალასი, რომელიც ჯერ ამბობს, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ანუ ტრამპი ამბობს, რომ არ გახდება და კალასი ამბობს, რომ გახდება და დღეს შედევრალური განცხადება გააკეთა. დღეს კალასი ამბობს, რომ ტრამპი იმეორებს ნატოსთან მიმართებით პუტინის და რუსეთის ნარატივებს. ეს ხო გენიალურია. ანუ ტრამპი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია და ამერიკის შეერთებული შტატები არსებითად არის ნატო, ეს სტოლის ნიშანია, კალასი ადანაშაულებს რუსულ ნარატივში. მოკლედ ამ ევროპელებთან აქ ყველაფერი გასაგებია. მოდი შეიძლება გავაგრძელო ლუკას. კი ბატონო, ხაზი, იმიტომ რომ მომეწონა ეს საქართველოს და რუმინეთის ერთად დაწყვეტილება. ამაზე რო ვფიქრობდი, შემდეგი ფაზა რაც მაგათ ჭირდებათ არის სწორედ რუმინეთის და საქართველოს ერთად ასე ვთქვათ მეტრიალება რუსეთის წინააღმდეგ დამთავრებულ სამხედრო კოცონში. და ასევე ამ ამოცანისთვის მათ ჭირდებათ ბალტიისპირეთიც.
სადაც იქაც განიხილება ბალტიისპირეთში სამხედრო დაძაბულობის შექმნა. ხო, იქ ნარვასთან სცენარიც აქვს მოფიქრებული, მაგრამ რუმინეთთან დაკავშირებით რა ხდება ხა ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი და სოლიდური რუმინეთი, იმიტომ რომ შავი ზღვის აკვატორიაც აქვს. ესაზღვრება კიდევაც უკრაინას და ეს უზარმაზარი ნატოს ბაზა, რომელიც რუმინეთშია. აი მაგ ბაზას ამარაგებს საბერძნეთის სამხედრო პორტი ალექსანდროპოლუსი. რომელზეც ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ამ ბაზას დაკეტავს, დახურავს და გარდა ამ ბაზისა, ესე იგი, საბერძნეთიდან ბულგარეთზე და რუმინეთზე ესე იგი, ალექსანდროპოლის ბაზასა და რუმინეთში ნატოს ბაზას შორის შენდება გზა, ავტობანი. დიდწილად უკვე დამთავრებულია პირველადი სამუშაოები, რაც საშუალებას იძლევა, რომ პორტიდან სწრაფად გადაიტანონ შეერაღება, ტანკები, ჯავშა ტექნიკა, ძიმე შეერაღება და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს როგორც ჩანს, აი შენ ხო აღნიშნე ვაკა, რომ ეს ნატო, ამერიკა და როგორ ახლა ნატოს გარშე, როგორც ჩანს ასე არ არის. ანუ ამერიკაში იყვნენ ნატოს მოკავშირეები ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის სახით. ამერიკა უდაოდ სპონსორია, 60%-ზე მეტი ნატოს ხარჯების ამერიკაა, მაგრამ ტრამპი ნატოს ამ ხელმძღვანელობასთან და მასთან როგორც ჩანს არ არის პირდაპირ მასში. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ტრამპი, ესე იგი, ტრამპს უნდა ჩაჭრას ყველა პოტენციურად ამ ომის ესკალაციის ყველა საშუალება. იმიტომ რომ ეს არ არის მისი ომი, ძალიან დიდხანს თუ შერჩა მის კადენციაში ეს ომის ეს იქნება უკვე მისი ომი. მე ვფიქრობ, რომ სადღაც ტრამპი შეეცდება, რომ სექტემბრამდე მორჩეს და როგორმე შეათანხმოს ეს მხარეები. ამისთვის ის მას ესმის, რომ ზელენსკის ხელისუფლება უნდა ჩამოაშოროს, იმიტომ რომ ზელენსკი არ იმართება სხვა ძალების მიერ არის მართული. როგორც ჩანს დიდ ბრიტანელებზე აქვს ეჭვი და შემდეგ უკვე ახალ ჯგუფთან უკვე თვითონ დაალაგოს ურთიერთობა და სექტემბერს რატო ვიღებ მე, იმიტომ რომ ტრამპი გარდა იმისა, რომ სერიოზული ფიგურაა, გარდა ამისა თავისთავად უყვარს ხოლმე. და სექტემბერში ნობელის კომიტეტი იკრიბება, რომ დაასახელოს ნობელიანტები სხვადასხვა დარგის მიხედვით, მათ შორის მშვიდობის დარგში. ამიტომ სექტემბერს წესით არ უნდა გადაცდეს, თუმცა ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ტრამპმა რაღაც მომენტში დაინახოს თავისი სარგებელიც ამ ომის რაღაცა წინა ომი როგორ იყო 14-ში რომ დაიწყო, ხო? ნუ ერთი პერიოდი იფეთქებდა, მერე წყლარად და რაღაც არაფერი მშვიდობის მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმებები იდებოდა, არ იდებოდა და ასე შემდეგ. ასეთ არაფრისგან არ არის სიტუაცია დაზღული, ძალიან ბევრი ცვლადი ელემენტია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ტრამპი სერიოზულად შეეცდება ამ ომის მოშორებას. ეხლა რაც შეეხება მინერალებს, ლუკა მახსენა ბუნებრივი რესურსების შეთანხმება. იშვიათი მეტალები. ხო, ეს რა ჩემი აზრით ახლა უკრაინაში მე მიმუშავია და სამთავრობო დონეზე მქონდა წვდომა ამ რესურსების შესახებ ინფორმაციაზე ყველაზე არა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა არის უკრაინაში მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, მაგრამ ეს არ არის ასტრონომიული ციფრები. არის იქ ქვანახშირი, რომლის მოპოვება რენტაბელური არ არის თუ ის პირდაპირ არ გავს მიბმული ფოლადის წარმოებაზე, ანუ მეტალურგიაზე. დოტაციური იყო ყოველთვის ქვანახშირი ყველგან, სხვათა შორის, მათ შორის უკრაინაში. და არის ნიკოპოლისის მანგანეცი, რომელიც კარგი ხარისხის არის, მაგრამ ისიც მიბმულია ნიკოპოლის ფეროს ქარხანასთან. არის რკინა კრივოი როგში, არის ნავთობი და გაზი პოლტავაში და ცოტა ნავთობი ლვოვის ოლქში, კარპატებში, არის ტიტანის საბადოები. ლითიუმის არის საბადოები. ლითიუმის საბადოც არის, რომელიც არ არის დამუშავების ქვეშ და არის უზარმაზარი საბადო, რამდენიმე ტრილიონიანი საბადო ფიქალის გაზის. ეს არის ლუგანსკის და ხარკოვის ოლქის ქვეშ, სადაც შელი შევიდა იანუკოვიჩის დროს და შემდეგ რუსებმა იქ მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ლუგანსკი 100%-ით რუსების მიერ არის კონტროლირებადი. ხო, ნუ 99 რაღაცა 5%-ით. 2 დღის წინ აიღეს. კი ბატონო.
შესაბამისად ეხლა ასტრონომიული ციფრები არ არსებობს უკრაინაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ეს რიტორიკა, რომ აი 500 მილიარდიანი იშვიათი მეტალების შეთანხმება, მე 300 ცოტა მოაკლო 350-იან, ეს არის მისი ამორჩევლისთვის მესიჯი, ასე ვთქვათ. გზავდილი რომ რაღაცა სარგებელი მაქვს. ამერიკაში ანტირუსული განწყობები ტრადიციულად არის, ცივი ომი რაც დაიწყო ეს არის და მე ხა ამერიკელ ტექნოლოგიებთან ერთად მიმუშავია და ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს არის ქვეცნობიერის დონეზე რუსების და ყოველი საბჭოთას შიში და ტექნოლოგიი არჩევნების წინ შეუძლია გააქტიუროს ანტირუსული ბარათი. თან 90-იან წლებში ხო ვნახეთ, ახლა დაიწყეს ორი ესე ჩინელის ხატს აკეთებდნენ რომ რაღაცა სათვალებიანი კომპიუტერში კი IT-შნიკი, რუსი იყო ბანდიტი, ნაკოლკებით, ტატუირებებით, ხო, რაღაცა ყაჩაღი. მაფიოზა, რუსული მაფია. ხო. ეს ხელოვნურად რა თქმა უნდა იქნებოდა, იმიტომ რომ შეერთებული შტატების სამხედრო სამრეწველო კომპლექსის 95% არის კერძო. M ტანკის ქარხანას და ტყვიამქვევის ქარხანას არ შეუძლია უთოს გამოშვება. უნდა გამოუშვას ტანკი და ტყვიამქვევით და ეს რო გამოუშვას ვიღაცა მეტოქეა საჭირო ჰიპოთეტური თორე ხა რეალურად რუსეთი არანაირი საფრთხეს 90-იანი წლებიდან აღარ უქმნიდა არც ევროპას არც შეერთებულ შტატებს მაგრამ ამ იარაღს გასაღება უნდა და ეგ არის სწორედ ეიზენჰაუერმა ბოლო წერილში რაც დაუტოვა ამერიკელ ხალხს მიმართვაში რომ კომპლექს სამხედრო ეს არის საშუალებაა თუ მაგას არ მიხედა რამე დროში ტრამპმა იმიტომ რომ ამერიკას ყავს რამდენიმე სერიოზული დარგი პარაზიტი ერთი არის პირველი ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი რომელიც თელსოფლიოში ომების პროვოცირებას ცდილობს რომ გაზარდოს გაყიდვები იარაღის და ნატო მაგათვის არის საუკეთესო ბაზარი აი ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები საუკეთესო ბაზარი თავის პროდუქციის გასაყიდად მეორე პარაზიტი ეს არის ფარმაცევტიკა რომელიც Big Pharma ხო Big Pharma-ს ეძახიან რომელიც აი ხო ცოტა ხნის რამდენიმე წლის წინ ჩართული იყო დიდ ამბებში 100 მილიარდი დოლარის მოგება დაიწერა და მესამე პარაზიტი ეს არის საბანკო სისტემა რომელიც უკვე პლანეტარული მასშტაბით მუშაობს ეხლა მეოთხე თითქოს ეძახიან ამ ტექნოლოგიურ კომპანიებს მაგრამ ჯერჯერობით პარაზიტს ვერ დავარქმო პირიქით ჯერჯერობით მანდ უფრო გაყოფა არის ჯერჯერობით შედიან ეგენი აი ჯერ თვითონ არიციან რა ნიშას დაიკავებენ ხო ეს ხელოვნური ინტელექტი ცვლის ბევრ რაღაცას ეს გაჯეტების ყოველი ახალი თაობა სულ სხვა მოდელია და ჯერჯერობით ეგენი არ არის, მაგრამ ტრამპს უნდა რომ ეგენით ჩასვას და ჩაანაცვლოს ეს რა ქვია ფინანსური ოლიგარქია. ამიტომ ეს турბულენტობა შემდეგისთვის იქნება და კიდე ერთი რამ რომ ეს ბრძოლა არასდროს არ მორჩება ესე რომ ვიცოდეთ. ეს არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტ შორის, მე ცოტა მეტაფიზიკურადაც ვუყურებ ამას. არ არის აუცილებელი რომ კეთილი მანდამაინც 100%-იანი კეთილი იყოს. უბრალოდ იმ მომენტში ამ პერსონას ასრულებინებს ზეძალები ამ კონკრეტულ საქმეს, ხო? მაგალითად, შეგვიძლია შევადაროთ სტალინის როლი. სტალინმა დაამარცხა მსოფლიოში უდიდესი ბოროტება ფაშიზმი. მაგრამ ამ დროს მისი წარსული ვინ იყო ახლა საფოსტოეთლებს დაძდევდა, აყაჩაღებდა, ექსპროპრიაცია, რეკეტერობდა ბაქოში, ხო, მენავთობებს ფულს ართმევდა, მაგრამ ის იქნა ამ საქმისთვის არჩეული. ამიტომ ეს კანონზომიერებები მუშაობს, ფუნდამენტური დუალიზმის კანონი მუშაობს და მუდმივიც არაფერია. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის მუდმივი ბრძოლა, ალბათ მეორედ მოსლოვი. ხო, ეს ვერ ძალიან ოპტიმისტური ის რაც თქვა ირაკლი, უბრალოდ მინდა ლითონებზე საქმე ის არის, რომ ჯერ არავინ არ იცის რა შეთანხმებას მოეწერება ხელი. ანუ ეს იშვიათი გაბნეული ლითონები, ჯერ არც რაღაც ტიტანი არ არის, არც ერთი ჩანართი შეიძლება. კი ბატონო. ვაკა, რასაც არ უნდა მოაწერონ ხელი, გამორიცხულია რომ უკრაინელებმა ეგ შეასრულონ. ამიტომ
კი, იქ არის ბევრი პრობლემა, ჯერ ერთი ეს არ არის კონსტიტუციური ერთი, მეორედ ყოველთვის გაახსენდება უკრაინელ ხალხს, რომ ზელენსკის რბილად რო ვთქვათ, საეჭვო ლეგიტიმაციის ხარისხი გააჩნია, ეს არის არაკონსტიტუციური აქტი, ყველა წიაღისეული რესურსი ეკუთვნის უკრაინის ხალხს, ასე წერია უკრაინის კონსტიტუციაში და გარდა ამისა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი სკანდიუმი და სხვა ეს ლითონები უკრაინას არ გააჩნია. არის ეჭვი, რომ არის საუბარი გაზის მარაგებზე, ნავთობის მარაგებზე, პორტებზე, ინფრასტრუქტურაზე. არც ამის უფლებას არავინ მისცემს და აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლის, ტრამპს სჭირდება საბუთი საჩვენებლად თავისი ამორჩევლისთვის, რომ ის ტყვილა არ ირჯება, რომ ის დანახარჯი, რაც ამერიკის სახელმწიფომ ესე იგი დახარჯა აი ამ კონფლიქტში, აი ამ რაღაცა აი ამ ზიანს მის კომპენსირებას შეძლებს, მაგრამ აქ კიდე არის ძალიან საინტერესო რაც თქვა ირაკლი, ესე იგი ბოლო კვლევების თანახმად განსაკუთრებით რესპუბლიკელებში სულ უფრო მატულობს ესეთი არამეგობრული დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ და პირიქით. სულ უფრო ემხრობიან ურთიერთობას, ანუ თანამშრომლობას რუსეთთან და ირაკლიმ კითხვა, რომ იქ არის რაღაცა ამერიკელებში არის ეს განცდა, რომ 70 წელი ხა ის უკვალოდ ხო არ დასრულდებოდა, ხა ცივი ომის პერიოდი და შენ ახსენე, რომ იქ რაღაც ბანდიტებად გამოყავდათ და მაფიოზებად, კი ბატონო, მაგრამ პერესტროიკის პერიოდში სხვათა შორის იყო რაღაცა იქ გათბობის ის პროცესი, სხვათა შორის ხო გახსოვთ შვარცენეგერის წითელი რაღაცას რა ერქვენ ბზე თუ რაღაცა და იქაც მაფიოზები იყვნენ. რუსი მაფიოზები რატომაც ქართულ გვარებს ატარებდნენ. თან ერთ-ერთი მაფიოზი იყო რუსთაველი, ესე იგი აბსოლუტურად, ეს ამერიკულ ტრადიციაში რაღაცა. გაიგეს, რომ ქართველები არიან რუსთა ყველაზე ცნობილი ქართული გვარი რუსთაველი და მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე გააჩნიათ თანამშრომლობის, ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია. პირველ მსოფლიო ომში იყვნენ მოკავშირეები, ანტანტას წევრი ორივე. მეორე მსოფლიო ომის ასევე ორივე გამარჯვებული სწორედ აი ამ რაღაცეებს იხსენებდნენ ტრამპი და პუტინი ერთმანეთთან მოლაპარაკების დროს, ამეთ თლათ ისე არ არის, ანუ ამ მათ ურთიერთობას, ამ ორ სახელმწიფოს ურთიერთობას აქვს სხვადასხვა ვექტორები, შავი და თეთრი, ხა ვიდ რას არკვევს შავს და თეთრს. ერთი ჩანართი. კი ბატონო. ერთი ამ რესპუბლიკელი ამერიკელი მეგობარია, მეუბნება ერთხელ რამდენიმე ასეული გრამი არაყის შემდეგ, რომ იციო ჩვენ და რუსებსო რატო არ გვყურს ერთმანეთიო და რატო მეთქი ერთნაირები ვართ. ო არა ეს ამ რაღაცას ხშირად გაიგებ ხოლმე, სხვათა შორის დაახლოებით 90-იანების ბოლოს უკვე აი როდესაც გარკვეული აი საერთო საყოველთაო აღტაცება, როცა უკვე აი ჩანაცვლება ხდებოდა რა უფრო სკეპტიკური დამოკიდებულების ამერიკელების მიმართ საქართველოში ვრცელდებოდა აი ეს რაღაც ნარატივები რო ვრცელდებოდა დაიმახსოვრებ ხო იცით რა ამერიკელები არიან მაძღარი რუსები აი ეს რუსები გავარდა და რაღაცა ძალიან ხშირად გაიგებდი რა აი ტრანსფორმაცია ამ განწყობებში აქაც ხდებოდა ამ ლექსემების ნუ რა თქმა უნდა სხვათა შორის გავსება მართლაც აქვს მოდით მაშინ ვისაუბროთ რაზე თქვენ ხა ნაწილობრივ ისაუბრეთ ამაზეც მაგრამ აი დავკონკრეტეთ ეს ლუკა მახსენა ეს სტამბულში ეს რაღაც მოლაპარაკე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ აქ ესე იგი ატრაქციონებს აწყობს ტრამპი თავის აი ამ კაბინეტში და მართლაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა სტამბულში თუმცა საუბარი ოფიციალურად არის იმაზე რომ მისიების საელჩოების ფუნქციონირება ორივე ქვეყანაში მოწესრიგდეს ტრამპი ამ უბრალოდ ტრამპი და პუტინი ამერიკა და რუსეთი თქვენი აზრით რას შეეცდება აი ეს მომავალი შეთანხმება ეს იქნება ევროპის განაწილებაც მათ შორის კავკასია არ იქნება მოლაპარაკებებში ეს მოლაპარაკება მოიცავს მხოლოდ ამ ლოკალური კონფლიქტის მოგვარების საკითხს თუ გავრცელდება ვაჭრობაზე ლოჯისტიკაზე კრიპტო რაღაცა რესურსებზე, ოქროზე, მათ შორის უსაფრთხოების სისტემაზე, ახალ უსაფრთხოების სისტემაზე ევროპაში და ისევ ამ კავკასიის საბჭოურ სივრცეში თუ
ეს იქნება უბრალოდ შეთანხმება, რომელიც დროებით ძავს დააწესებს უკრაინის და რუსეთის საზღვარზე, რომ ის რო ახსენეთ, რომ ესე იგი ლუკა მახსენა, რომ ესე იგი ეს შოიგუ უკვე მეორედ 3 თვის განმავლობაში არის ჩასული სი ძინპინთან. აი თითქოს ამშვიდებს, არ გიღალატებთ, ნუ ნერვიულობ, ისევ შენთან ვიქნებით, ასე შემდეგ. ჩინეთი აი აქ საინტერესოა ჩინეთის პოზიციაც. თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებს ჩინეთი? მისცემს შესაძლებლობას ამერიკელებს და რუსებს, რომ რაღაც სეპარატისტული შეთანხმება მოხდეს, რომელიც გაცდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას. მოდი, ლუკა დაიწყე და ირაკლი გააგრძელებს. ხო, ესე იგი, ჩვენ ხედავთ მეორე მსოფლიო ომის მერე ამერიკის საგარეო პოლიტიკის მესამე თვისობრივ რადიკალურ ტრანსფორმაციას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თლიანი ამერიკის საგარეო პოლიტიკა იყო, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის შეკავებაზე აწყობილი. 90-იან წლებში, როცა დადგა ეგრეთ წოდებული უნიპოლარული მომენტი, ამის შემდეგ თლიანი საგარეო პოლიტიკა გადაიწყო და აიწყო ევრაზიის კონტინენტზე დომინაციის მოპოვებაზე, იმისათვის, რომ გლობალური ჰეგემონია მოეპოვებინა ამერიკას. დღეს ხედავთ მესამე ფუნდამენტურ გადაწყობას, როდესაც პრიორიტეტი გახდა ჩინეთის შეკავება. ეს ამის ნიშნები არჩევნებამდე გაჩნდა, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებამდე, როდესაც რამასვამი ალაპარაკდა ახალ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე. რამასვამი ამბობდა ძალიან მარტივ რამეს, რაც უკვე შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა ნელ-ნელა გააჟღერეს. ხო, ჩვენ ნახეთ, რომ კელოგმა მიუხედავად უსაფრთხოების კონფერენციაზე ზუსტად ანალოგიური ნარატივი გააჟღერა, რომ ამერიკის ახალი პრიორიტეტი იქნება იმ ალიანსის დარღვევა, რომელიც ბოლო 5 წელში არნახულად გაძლიერდა. იგულისხმება რა თქმა უნდა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეის ალიანსი. ეს არის დღესდღეობით, აი თქვენ რო ახსენეთ, რომ ვაკარო, რატო შერბილდა რესპუბლიკელების დამოკიდებულება რუსეთისადმი, ხო? ეს არის ალბათ ახსნა მაგ ყველაფრის, რომ ისინი ხედავენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხედავენ, რომ საომავლოდ ყველაზე დიდი საფრთხე არის, რა თქმა უნდა, ორი გიგანტის დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის. შესაბამისად, ჯერ რამასვამმა გააჟღერა ეს იდეა, შემდეგ კელოგმა და მთლიანად აი რუბიოს რო გადავხედოთ და გავშიფროთ მისი მონოლოგების სიტყვები, ძალიან ხშირად უკვე იყენებენ ამ მულტიპოლარულობაზე საუბრობენ, რაც აქამდე იგნორირებული იყო ეს თემა, იგნორირებული კი არა, ტაბუდადებული იყო, საერთოდ არ აღიარებდა ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ დღევანდელი საერთაშორისო წესრიგი არის მულტიპოლარული, დღეს უკვე ამის აღიარება მოხდა და ტრამპის ადმინისტრაცია იწყებს რეალობისთვის თვალის გასწორებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ამით დაალაგდება დაუშვათ ევრაზიის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა და ესე გადანაწილდება ტერიტორიები. ხო, ძალიან რთული პროცესი იქნება, ჩვენ ხედავთ, რომ ამ პროცესში როცა ყველაზე საკონძო როლი უნდა იჭიროს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს ორგანიზაციები არიან ტოტალურად გაბანკროტებული. არანაირი ფუნქციური როლი მათ არ გააჩნიათ ამ კონფლიქტების გადაჭრაში. შესაბამისად, მთელი საერთაშორისო წესრიგი რჩება ამ დიდი აქტორების მოლაპარაკებების იმედად, რაც შეიძლება გარკვეულ მომენტში გარკვეულ შეთანხმებებამდე მივიდნენ, მაგრამ ეს არ იქნება მდგრადი და დაუშვათ შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი და სტაბილური შეთანხმებები, ხო? ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ამ სამ ძალაუფლების ცენტრ შორის ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გარკვეული გრადუალურობით ხან გამწოლდება, ხან შერბილდება, უნდა ველოდოთ ასევე, რომ უკრაინა არ იქნება ბოლო კონფლიქტური ზონა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში, ხო, ჩვენ ხედავთ ტაივანში რა ხდება, ახლო აღმოსავლეთში ჩვეულებრივ ომი მზადდება, შემდეგი მაქსიმუმ რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ ვიხილავთ ახალ სამხედრო კამპანიას ისრაელის მხრიდან აუცილებლად. ეს გარდაუვალი ამის მოხდენა, მთავარი კითხვის ნიშანი ახლა დგას იმაზე, მოახერხებს თუ არა ნეთანიაჰუ ამერიკის მიმხრობას ირანის წინააღმდეგ. აქ ჰამასი აღარ განიხილება და ჰეზბოლა გასაგებია, რომ ამ ტერიტორიების დაბომბვა გაგრძელდება, მაგრამ ეს ომი მიიღებს თუ არა უფრო გლობალურ ხასიათს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში მგონი არის ის, რომ საერთაშორისო ეს ინსტიტუციური ქსელები მოშლილია მთლიანად და ჩვენ ვართ აი ეგრეთ წოდებულ ინტერიმპერიულ წინააღმდეგობებში ჩართული, როდესაც ეს სხვადასხვა არ მინდა ხა ჩინეთის იმპერია დაურქვა, მაგრამ დავუშვათ ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი აი ამ ინტერესთა კონფლიქტებით სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებიან. აქ რაც შეიძლება ითქვას, გარდა ამ კიდე ერთი შრეა ამ დაპირისპირებას, გარდა ამ სახელმწიფოთა ერის სახელმწიფოთა დაპირისპირებისა და ეს არის ორი საერთაშორისო სისტემის დაპირისპირება. ერთ მხარეს არის
ტრამპისეული და რუბიოსეული მულტიპოლარულობა და როგორ ხედავენ ამ წესრიგს? ხედავენ ისე, რომ მოკლედ ბევრი ძალაუფლების ცენტრი იქნება და ჩვენ ერთმანეთში გვექნება მუდმივი პაიქრობა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება სხვადასხვა კონფლიქტები. მაგრამ მეორე მხარეს არის ჩინეთის აღქმა მულტიპოლარულობის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ამ აღქმისგან და ჩინეთი თulis რომ მულტიპოლარიზმი უნდა იდგეს თანასწორობაზე, თანამშრომლობაზე, გლობალური სამხრეთის ინტეგრაციაზე ამ სისტემაში და ეს სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და საერთაშორისო ორგანიზაციებით გამყარებული. ანუ ამ ორ წარმოდგენას შორის გვაქვს ეხლა დაპირისპირება. ტრამპი რასაც ატარებს ამ პოლიტიკას, ხო, ეხლა მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან ლოგიკური და პრაგმატულია, ცდილობს იმპერიის ოპტიმიზაციას, რომ ახალ რელსებზე გადაიწყოს და მაქსიმალურად ჯერ დასავლეთ ნახევარსფეროში მოახდინოს თავისი პოზიციების გამყარება, შემდეგ სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ეს რჩება ძველ პარადიგმის ჩარჩოებში, რაც იყო რესურსების დატაცების პოლიტიკა. აი ეს ახალი პარადიგმული ჩარჩო ერთადერთი ძალა რეალურად, რომელსაც ამას გვთავაზობს, ეს არის ჩინური ალტერნატივა, რომ მოდი რა, დავიწყოთ ეს იმპერიული ბრძოლები, ეს ჰეგემონიური პაიქრობა და შევქმნათ ახალი საერთაშორისო წესრიგი, იმიტომ რომ არსებობს უამრავი გლობალური რისკი და ამ რისკებზე ერთად არის მუშაობა საჭირო, იმიტომ რომ ესე ფრაგმენტულად აი მეტეორიტი, ასტეროიდი უახლოვდება რა 30 წელიწადში. ბევრი რამეა. ბირთვული საფრთხე, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ირაკლი და არ შეიძლება რომ მსგავსი შეთანხმება, რადგან ირაკლი ამბობს, მაგალითად ეს ჩინური მოდელი, ну ჩინეთს არ აქვს ექსპანსიონიზმის ისტორია, ეხლა რაც მართალია, დასავლეთიდან განსხვავებით ის სვანაირად აწყობდა და აგებდა ისტორიულად თავის მომავალს და აქაც ჩვენ ხედავთ პრინციპი, რომ პაქს ამერიკაზე უარს ამბობს ტრამპი, უბრალოდ ის აფართოვებს იმ არეალს გავლენის, უბრუნდება ახალ ძველ დოქტრინას, მონროს, ეხლა ბრომდროს ეძახიან, ანუ ტრამპის მიერ შექმნილი რაღაცა ხედვა ამ სამყაროში არის შემდეგი. არის ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები აი ამ კონტინენტზე, ამერიკის გრენლანდია, შესაბამისი სატელიტური ქვეყნები და ტერიტორიები, რუსებს უთმობს პოსტსაბჭოურ სივრცეს, ალბათ ევროპის ნაწილსაც, რაზეც საუბრობენ და სხვათა შორის ამ შემთხვევაში უკვე ნაკლებად მოსალოდნელია კონფლიქტის გაღვივება ირანსა და ისრაელის შორის, უბრალოდ რუსეთი არ დაეხმარება ირანს. მე ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილი პალესტინის მიმართ, ანუ აი ამ საკითხის მიმართ, რომ მათ უნდა გააჩნდეთ სახელმწიფო, მაგრამ ის რაც ჩაიდინეს, აი როდესაც ეს ბავშვები, მოკლული ბავშვები, ერთი კვირის, ანუ 7 ოქტომბრის შემდეგ ერთ კვირის თავზე მოკლე სასტიკად ეს მცირეწლოვანი რამდენიმე თვის იყო, მეგონდა ესეთი იყო რაღაცა რამდენიმე რაღაც 2-3 წლის, ხო? აი ეს ვანდალიზმი, ეს ბარბაროსობა უნდა მორჩეს ეხლა და სამუდამოდ. მე არ მგონია უბრალოდ რომ ირანი აქტიურად ჩაერთოს ჰამასის მხარდასაჭერად. უბრალოდ ასე რომც იყოს, თუ კი შეთანხმებას მიაღწიეს, ბუნებრივია რომ რუსეთი ამ თვალსაზრისით დაუჭერს მხარს ისრაელს და რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ისრაელთან საკმაოდ მყარ ურთიერთობას შეგახსენებთ სხვათა შორის რომ ამ კვირაში მოხდა პუტინის შეხვედრა ბოროდასთან და ბენლაზართან, ანუ ეს არის ჰასიდების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სათვისტომო რუსეთში და მათ გააჩნიათ საკმაოდ ესეთი დიდი გავლენა და ის რომ სხვათა შორის ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ისრაელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ბევრ ამაზე მეტყველებს. ამდენად კითხვა არის შემდეგი. ნუ თუ შეუძლებელია ესეთი სამყაროს შექმნა, სადაც იქნება რამდენიმე ცენტრი, მაგალითად სამხრეთი აფრიკის კონტინენტზე, ბრაზილია, სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ დომინანტური, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, აი ამ აზიის რეგიონში და ესე იგი იქნება მაკროზონები, სადაც ვრცელდება ერთი ემიტენტი, აი ირაკლი ხო ამბობს, იქ შეზღუდება მიუნხენში, ევროს გამოშვება, ლონდონში სტერლინგის ემისიის შეზღუდვა და მოკლედ აი ეს 3 ან 4 რაღაცა მაკრობლოკი თან ქმნის პარალელურ კონკურენტულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკურ სივრცეებს თანაც თანამშრომლობს რაღაც გლობალური საკითხების გადასაწყვეტად. რამდენად იდეალისტურია, რამდენად რეალისტურია. ნუ საბოლოო ჯამში აქამდე მივა, ანუ გლობალიზაციის რამდენიმე ფორმა არსებობს, ხო? ერთი არის ეს მუნდიალისტები, რასაც აკეთებენ
ანუ თანამედროვე ფინანსური ოლიგარქატი, რომ ასიმეტრიული ცენტრიდან იმართებოდეს ყველაფერი, გარკვეული რეგულაციებით, ეროვნული სახელმწიფოები გაქრეს. ეროვნული სახელმწიფოები გაქრეს და იყოს რაღაცა ეკონომიკური სექტორები. და ციფრული ტექნოლოგიებით, ასე ვთქვათ, კონტროლი, გამომთვლელი ტექნიკის მეშვეობით, გეგმიური ეკონომიკის დანერგვა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რესურსების დაცვის მიზნით და ცხოვრების დონის მასობრივი დაკლება და გასაშვალოება პლანეტაზე. ეს არის მუნდიალისტების უხეშად რო ვთქვათ გეგმა. არსებობს მეორე გლობალიზაციის, რეგიონალური გლობალიზაციის მოდელი, რომელიც ნიშნავს იმას, რასაც შენ ამბობ. საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ მაქამდე მივა, აქამდე დიდი გზა არის. სამუელ ჰანტინგტონს აქვს აღწერილი რომ ეს მომავალი არის ცივილიზაციების ურთიერთობა და რუკაზე აქ ძალიან კარგად და თვალსაჩინოდ გამოყოფილი 9 ძირითადი ცივილიზაცია, ხო და მათ შორის სხვადასხვა ჰანტინგტონს ჩრდილოეთ ამერიკაში როგორ აქცია ამერიკა, კანადა და გრენლანდია ერთად. იმიტომ რომ გეოპოლიტიკაში ასია, ანუ შეერთებულ შტატებს თუ უნდა რომ ცივილიზაცია დარჩეს და ამბიცია ჰქონდეს არა ჰეგემონობის, არამედ სოფლიო ლიდერობის სხვებთან ერთად. მაშინ ის უნდა გაფართოვდეს, იმიტომ რომ თვითკმარი უნდა გახდეს. ამ კატეგორიაში უკვე პოტენციალები წყვეტს და არა ის რაც ხარ დღეს. მაგალითისთვის ახლა ინდოეთი უკვე ყველაზე დიდი მოსახლეობით ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მაგრამ მას პერსპექტივაც კი არ აქვს რომ სოფლიო ლიდერი გახდეს გამომდინარე გეოგრაფიული სიტუაციით. ჩინეთსაც არ აქვს, ჩინეთსაც შეზღუდული აქვს ეს, თუმცა ცალკე ცივილიზაცია. იაპონიაც კი ცალკე ცივილიზაცია, ხო და ეს მართლმადიდებლური სლავური ცივილიზაციის რომელიც არ ემთხვევა სხვათა შორის ჩვენს მიერ წარმოდგენილს, ეს უფრო რუსეთი, დაუშვათ აღმოსავლეთ ევროპის ქვედა ნაწილი და ბალკანეთი. უნგრეთი, ავსტრია, ბალკანეთი. აი უნგრეთი არა. ნუ უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ერეფანში დგას. ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბალკანეთის სერბეთი და ეს და გადის ხმელთაშუა ზღვაზე. აფრიკა ცალკე და ლათინური ამერიკა თავის მექსიკიანა ცალკე. ხო, ნუ სულ 9 არის. მაგრამ ამას ცალკე ალბათ უნდა გამოვყოთ ეს არაბული ეს მაგრიბის ქვეყნები ისლამი ცალკე, საჰელის ქვევით აფრიკა ცალკე და ევროპა ცალკე. რა ქვია მას ლათინური ამერიკა თქვი. ხო, ცალკე მე დავამატებდი ჰანტინგტონს ამას არა აქვს, მაგრამ ალბათ როგორც აუცილებელი ატრიბუტი უნდა ეს ებრაული კომპონენტიც უნდა დავამატოთ, იმიტომ რომ აშკარად თამაშობს როლს და ებრაული კომპონენტი ყველა ამ კონტინენტზე არის, ნუ ჩინეთის გარდა მე მგონი. კი ბატონო, მაგრამ ნუ ცალკე ცივილიზაციათ ახლა ალბათ რომელიც მიმულია ტერიტორიასთან ალბათ არა უფრო იდეოლოგიური ცივილიზაცია სხვა დროში ალბათ. აი ხო რაღაც სხვა განზომილების არის, მაგრამ ნუ აქტორია აშკარა. საბოლოოდ აქამდე მივალთ, მაგრამ მანამდე არის გზა გასავლელი. ჩემი აზრით გზა იქნება გასავლელი რა, როდესაც ახლა აი ეს ომი მორჩება გლობალისტების დამარცხება გაფორმდება საბოლოოდ და სიმბოლურ რაიხსტაგზე აფრიალებენ რუსულ, ჩინურ, ამერიკულ დროშას ეს რაიხსტაგი რომელი იქნება? რაიხსტაგი ნუ პირობითად ბრუსელი, ხო? ბრუსელი და ბრუსელიდან ალბათ მე რომში გადაიტანენ თავის ოფისებს. მაშინ უკვე დაიწყება ამერიკის ჩინური განზომილების პროცესი. აი იქ უკვე კი ეხლა ჩვენ ყველა ვიცით რომ ჩინეთზე აპირებს ასვლას და იქ რაღაცა, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი რომ ეს გამწვავება მართლა მოახდინოს თუ რაღაცაზე შეთანხმდებიან. ან გამწვავებით მოხდება ესა და წყნარ ოკეანეში ეს აუყუს ჩართავენ საქმეში, ან შეთანხმდებიან. რაც რუბიომ გააჟღერა და ლუკამ რო ახსენა, ხო, ეს სამი პოლუსი ახსენა რუბიო. ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი. ამ სამ პოლუსზე დალაგება ლოგიკურია, იმიტომ რომ დანარჩენს არავის არაფრის თავი არ აქვს ამ განზომილებაში. ეს არის პირველი კლასის სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩინეთი და არც რუსეთი დღეს არ წარმოადგენს სუპერსახელმწიფოს, ხო? რეგიონალურ სუპერსახელმწიფოები არიან, ერთის მეორეც. ერთ ეკონომიკა არ აქვს, მეორე სამხედრო ძალა. ოღონდ პოტენციალები არის. ანუ რუბიო როცა ამბობს, აი თან იქ ფრაზა იხმარა გარკვეულწილად რუსეთიც.
რუსეთი დღეს ნამდვილ არც აქვს ამბიცია, არც ჰქონდა ამბიცია რუსეთს, ხო, სანამ ეს უკრაინის თემები არ დაიწყო. რეგიონალური ზესახელმწიფოა თავისთვის იყვნენ აქედან უფრო შეუნთეს, მაგრამ პოტენციალია გამაშია საქმე და აი პოტენციალის გათვალისწინებით ერთსაც უნდა ელაპარაკოს და მეორე. საბოლოო ჯამში მოკლედ სადღაც 28-30 წლისთვის მოხდება იალტის მსგავსი სამეულის შეხვედრა, სადაც ახალი თამაშის წესები მაინც ფიქრობთ რომ სამეული იქნება? სამეული, იმიტომ რომ სხვა კვალიფიკაციას ვერ გადის ვერცერთი. აბა ვინ დიდი ბრიტანეთი იყო ჩერჩილის სახით წარმოდგენილი წინა იალტაზე, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მთელი ძალა არის რაში დღეს ოფშორულ ზონაში. და დაძვეროა. ინფორმაცია და იმპერიული ცოდნა აქვთ, მაგრამ პოტენციალი არ აქვთ. პოტენციალს ისინი ვირტუალურ იმპერიაში გამოსახეს, რომელიც ფინანსური კომპონენტია მთავარი. და ამ ფინანსური კომპონენტის დასრულება ძალიან მარტივად შეუძლია ამ სამ წამყვან ძალას. ეხლა თანაც ისე არის გაკეთებული, ეხლა 15 წელს მაგალითად გაეროში მიიღეს კონვენცია გადასახადების შესახებ. რას გულისხმობდა ეს იყო გაეროს რეზოლუცია ოფშორების მოთხოვნის შესახებ. ოფშორი რა არის? საქართველოს იურისდიქციიდან გადის თანხა ისე რომ არ იბეგრება. ანუ ამას სიღარიბის დაძლევის პროგრამები, პენსია, ყველაფერი ინფრასტრუქტურა, სახელმწიფოები ვერ ვითარდებიან, განვითარებადი სახელმწიფოები, იმიტომ რომ ოფშორებში გადის დიდი ნაწილი ბიზნესმენების ფულის. თავი გადასახადების, თავი სარიდების მიზნით. 8 ქვეყანა, რომელიც იცავს ამ ოფშორულ ზონას, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის დამადობით. 15 წელს გაეროში ეს მწვავეთი იყო, ეხლა უბრალოდ ჩვენთან არ გაშუქებულა, თორე რეალურად ამაზე მიდის დებატები, სახელმწიფოები ამაზე ეთხოვენ და ტრამპმა თუ აიღო ეს ალამი ხელში, იქ დამთავრდება ბრიტანეთის ამბიციები. რომ სამი ყველაზე ტოპ დიდი ესე იგი ოფშორი მაგათია. ხო, ეს ჯერსი არ არის. კაიმანის კუნძულები. კაიმ და ბაჰამა, ხო. სხვა ვერა, ეხლა დანარჩენს რა თქმა უნდა ესე როგორ არის წესია, რომ განაწყენებული ვარ დაგჭეს ვინმე უნდა ჩართო რაღაცა კონფერენციაში, რომ თავი მოუნაწილეთ იგზნოს, მაგრამ ეს ყველაფერი მაკრონი ხო დასვა იქ კუთხეში. აი მსგავსი კი ბატონოა. ამას ველოდები და ნუ აქ ეხლა რა დღევანდელ ეტაპზე ხარ რუსები და ამერიკელები რასაც ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა შეერთებული შტატები ტრამპის გუნდი რუსებს თხოვს რომ დაიჭიროს ნეიტრალიტეტი თუ მას ჩინეთთან ექნება კონფლიქტი. არ ჩაეხუტოს ისე ალბათ. მინიმუმ ნეიტრალიტეტი, იმიტომ რომ ამაზე უფრო შორს რუსეთი არ წავა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ნათელია ჯერ ჩინეთს გაანადგურებენ, ან რუსეთს, ან ისევ რუსეთს მიუბრუნდებიან და მერე ჩინეთს. დღეს პარიტეტი და ბალანსი არის რაზე? ამერიკის სიძლიერე ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე არის ტექნოლოგიურიც. არის ეკვივალენტი რუსეთის და ჩინეთის სამხედრო სიძლიერეს, ხო? პარიტეტი ომწყვილობით უნარიანობით. თუ ეს დაირღვა, რომელიმე რუსეთი ან ჩინეთი გამოაყდა, მაშინ სათითაოდ შეერთებული შტატები მოდელირება როცა ხდება ერევა ერთსაც მეორესაც. ერთს მალე, მეორეს ცოტა გრძელვადიანი პროგრამით. ამიტომ რუსეთი არ წავა ამაზე, როგორც საეშენ ხო თქვი, ვაკარო პირველ სოფლიო ომში, მეორე სოფლიო ომში მოკავშირეები იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ წავა იმაზე, რომ ჩინეთი მიატოვოს და ამერიკის მოკავშირე გახდეს, იმიტომ რომ რისკები გაცილებით მეტი აქვს. რაღაც პერიოდი, ეს პერიოდი შეიძლება იყოს 10-15 წელი იქნება ჩინეთის უფრო ჩინეთის მოკავშირე, თუმცა ისეთი ამათანაც ურთიერთობა და აი მერე როცა ჩინეთის გაძლიერდება, აი მერე უკვე მოსალოდნელია ამერიკის და ეს არის ბალანსი, ანუ რუსეთი აბალანსებს. ხო, ანუ ამ მოდელში შენ რაც ესე იგი ეხლა ახალ არის ბალანსი. სანაცვლოდ აუცილებლად მოითხოვს და უკვე მოითხოვა პერიმეტრის უსაფრთხოება, ანუ რიმლენდი რაც მაკინდერმა თქვა. სპაიკმენის მიერ აღწერილი ცეცხლოვანი სარტყელი კი არ იყოს, არამედ ბუფერული ზონა. სადაც არავინ არ არის სამხედრო კი, მაგრამ ეს ბუფერული ზონა უკვე აღარ არის ამწუხაროდ პრაქტიკულად. ბატონებო, კიდე მაქვს, ესე იგი არ მინდა რომ დავასრულო ეს დისკუსია, პოლემიკა, ჩვენი საუბარი. ერთი კითხვას მადარდე. კიდე მოვალ კონტექსტში. რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც აი ნახეთ, ირაკლის ამბობს, რომ რუსეთი არ დათანხმდება, არ ჩინეთი არ დათანხმდება, ვინაიდან ორივეს ესმის, რომ ცალ-ცალკე უბრალოდ რიგრიგობით განადგურდებიან. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ამერიკას და კვლავ ამ ანგლო-საქსურ ან ევროპულ ცივილიზაციას. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ის რასაც აკეთებს ტრამპი.
აი ნახეთ, ეხლა ესე იგი ეს პატელმა გამოაქვეყნა ეპშტეინი, გამოჩნდება უამრავი გვარი დაახლოებით 200 ფიგურანტი აქტიური, რომელიც მეტნაკლებად ყოველთვის არის ცნობილი. სანქციები დაწესდება, დაპატიმრებაზეც არის საუბარი, მათ შორის ბილ კლინტონის. არის კენედის გამოძიება მკვლელობის. მარტინ ლუთერ კინგის გამოძიება. ფორტ ნოქსში, სადაც არის ამერიკის ოქროს აქტივების და რეზერვების, ავიცი, 80%. და 2 კვირის განმავლობაში, ხო, აი ეს რიტორიკული კითხვა ისმის, იქ მას კი ემუქრება, აი ახლა მე ჩავატარებ იქ აუდიტს, მე ლაივში ჩავატარებ ამ აუდიტს, მე მინდა რომ ამერიკელმა ხალხმა ნახოს, არის თუ არა ოქრო, რამდენიმე 1000 ტონაზე არის საუბარი. არის თუ არა ეს ოქრო ამ საცავებში. მოკლედ, ყველაფერი მზადდება იმისათვის, რომ ეს პროცესი ანუ ეს პერესტროიკა გარდაქმნა, რომელსაც ახლა ტრამპის გუნდი ახორციელებს, გახდეს შეუქცევადი. ეს აუცილებლად უნდა გახდეს შეუქცევადი, ვინაიდან სხვა შემთხვევაში არ არის გარანტირებული, შეიძლება მოვიდეს დემოკრატიისევ, ხო და ამ პროცესის დემონტაჟის პროცესი შეაჩეროს, ამ სისტემას ვერ დაანგრევ 4 წელიწადში, ვერც სხვათა შორის 8 წელიწადში ვერ დაანგრევ. ანუ რაღაცა უნდა მოხდეს, რაც ამ პროცესს შეუქცევადობას უზრუნველყოფს. აი პარტნიორიც მაგალითად სი ძინპინი და პუტინი. კი ბატონო, თქვენ რა გარანტიებს გვაძლევთ? თქვენ ხვალ აღარ იქნებით. თქვენ რაზე უნდა გელაპარაკოთ, ხო? მოვა მერე ვიღაცა ლიბერალი, ტრანსგენდერი და იტყვის რომ всё მორჩა ესე იგი აი ეს LGBT პროპაგანდა, ისე აი ჩვენი ლიბერალური ღირებულები, თქვენ საერთოდ ეს არის შეცდომა, ეს იყო ჩვენი ბნელი რაღაც წერტილი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. თქვენი აზრით ტრამპი და მისი გუნდი შეუქცევად პროცესად თუ აქცევს ამას, როგორ აისახება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოდელზე. შეიძლება ვიხილოთ ქვეყანა, სადაც გრენლანდია შედის, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არა 2-ჯერ, არამედ 3-ჯერ, 4-ჯერ, ან საერთოდ შეიცვალოს სისტემა, შეიცვალოს პოლიტიკური დოქტრინა საერთოდ ამ ქვეყნის. რამდენად უშვებთ აზრს და რამდენად რეალისტურია ის, რომ ჩვენ დავინახოთ სხვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება სხვა ქვეყანაც დაერქვას სხვათა შორის. ლუკა ხო, ამის რესურსი რამდენად არის ეს სათუა, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ჰიპოთეტურად ერთი ვარაუდი გამოთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ რაც გაცხადებული აქვს ტრამპს, პირველ რიგში ეს არის რეინდუსტრიალიზაცია, რომელიც დაწყებულია, ხო, ეს ტენდენცია ყველა მიმართულებით, როგორც ელექტრომობილების მიმართულებით, ასევე მიკროჩიპების მიმართულებით, ჩვენ ხედავთ, რომ ტეხასში გაიხსნა მიკროჩიპების საწარმო და ეს TSMC-ის პოტენციალი ნელ-ნელა ტაივანიდან უნდა გადმოვიდეს ამერიკაში. ამავდროულად ჩვენ ხედავთ ახალ Stargate-ის პროექტს. ეს Stargate არის 500 მილიარდით ინვესტიციით დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებას და სხვადასხვა მეგა ეკონომიკურ პროექტებს. ჩვენ ვნახეთ საუდის არაბეთის კოლოსალური ინვესტიციები ასევე ამერიკაში. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ ინტეგრალურად, კი, ამის პოტენციალი შეიძლება იყოს, რომ ახალი ამერიკული სისტემა ვნახოთ, რომელიც გეოგრაფიულადაც გაფართოებული იქნება ეს დავუშვათ იგივე გრენლანდია, გარკვეული გავლენები უფრო მეტი მექსიკაზე, ასევე პანამის არხზე და ვნახოთ ეკონომიკა, რომელიც უბრუნდება თავის საფუძვლებს. ანუ აქამდე თუ 70-იანი წლებიდან მოყოლებული ამერიკამ თავისი წარმოება გადაიტანა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში და ამით მოწყვლადი გახადა საკუთარი თავი, ჩვენ ხედავთ ამ უკუ პროცესს და ეს პროცესი, მაგრამ ამაზე არის მოსაზრება, რომ თუნდაც აი ელემენტარული ერთი განზომილება რო ავიღოთ მიკროჩიპების წარმოება, ამის განვითარებას კი დაახლოებით 2 დეკადასთან არის დაკავშირებული და რამდენიმე ტრილიონ დოლართან, ხო? და ესე ოპტიმისტურად ვერ ვიქნებით განწყობილი, მაგრამ თეორიულად, რა თქმა უნდა, არის იმის შანსი, რომ ვნახოთ ახალი მდგრადი სისტემა, რომელიც გარკვეულ ვექტორს დაადგება და დაუშვათ არ შეიცვლის, მაგრამ იმდენი ახალი ფაქტორია საერთაშორისო ურთიერთობებში გამოჩენილი, ჩინეთის მხრიდან, რუსეთის მხრიდან, კიდევ უფრო დაბალი კლასის ძლიერი სახელმწიფოების მხრიდან, შეიძლება იყოს თურქეთი, ისრაელი, ირანი, რომ რთული ამის თქმა, ის ხო მარტო ამერიკა იზოლირებული არ არის, ამის მცდელობა ტრამპს ექნება, რა თქმა უნდა, რომ თავის ეს ლეგასი მემკვიდრეობას შექმნას ძლიერი, რომელსაც დაუშვათ შემდეგ არის ვარიანტი, რომ ვენსმა გააგრძელოს, ხო, ეს ყველაფერი ან სხვამ, მაგრამ აი რამდენად რეალისტურია, ხო, მით უმეტეს იმ ფარგლებში, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევა მის გარშემო, უამრავი გამოწვევა, ეს არ არის
არის მარტო ევროპა, ხო? ჩვენ თქვით უკვე რომ უკრაინის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ყველაფერი დამთავრებული. ეხლა რაც ხდება, ჩვენ ხედავთ ევროპის ბედის გადაწყვეტის პროცესს. აი ეს როგორ დამთავრდება, დაკარგავს თუ არა ტრამპი მთლიანად ევროკავშირს, როგორც მოკავშირეს და დაირღვევა თუ არა ეს ანგლო-საქსონური ალიანსი. ამაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული და ჩვენთვის რაც ბატონმა ირაკლიმ დასაწყისში აღწერა, ეს უნდა იყოს სანერვული და საფიქრალი, რომ თუ აი ამ ნიაღვარში ევროპაც მოექცა და ჯერჯერობით ესეთი პირი უჩანს, რომ ევროპა მიყვება, ხო? აი ამ ინერციით მიდის აი ამ უბსკრულისკენ. თუ ეს ინერცია გაღრმავდა და ეს ტენდენცია გაღრმავდა, მაშინ ჩვენერაბედი გველის ამაზეც უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ევროპაში თუ კრიზისი გაღრმავდება, ის ჩვენზე ცალსახად აისახება. და მით უმეტეს ჩვენ ხედავთ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ინიციატივებს, სტრამერის მხრიდან ინიციატივებს, რომ 30,000 სამხედრო გაუშვას და ჩააყენოს. ჩვენ ხედავთ ასევე საფრანგეთის მხრიდან ინიციატივებს, რომ თვითონ გაუშვან სამხედროები და გერმანიის ახალი კანცლერის მერცის მხრიდან, რომ ბირთვული დოქტრინა შეცვალოს გერმანიამ და უსაფრთხოების ხოლგა ამ შემთხვევაში უკვე მიიღოს არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, არამედ საფრანგეთისგან. და მოკლედ ძალიან დიდი ბევრი გადაწყობა მიდის და ამ პროცესში ბევრი რისკია და ევროპის ბედი უნდა გაირკვეს. კიდე ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე უკვე რაღაცებზე კიდე უფრო კაფიოდ შევძლებ საუბარს, საჩვენოთ როგორ შეიძლება დაალაგდეს სიტუაცია და ერთ რამეს დავამატებ მხოლოდ აი ამ პროცესში, როცა აი ესე გამალებული ცვლილებები მიდის და ყველაფერი აჩქარებულია, ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორც იყო ეს კონვენციური საგარეო პოლიტიკა, ტრადიციული დინამიკით, ეს აღარ არის საკმარისი მგონი, უნდა იყოს დაახლოებით 4 განზომილებიანი მცდელობა, რომ რაც შეიძლება კარგად დავმკვიდრეთ და სწორი ნიშა დავიკავოთ საერთაშორისო ურთიერთობებში. პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სამეზობლოში, რა თქმა უნდა, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რაც მიდის ეს პროცესის გაღრმავება, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ურთიერთობების. მეორე პროცესი უნდა იყოს, რაც ასევე დაწყებულია სხვათა შორის შორეულ სამეზობლოში თურქეთთან, ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, საუდის არაბეთზე აქცენტით. ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, მესამე განზომილება უნდა იყოს, რაც მოიკოჭლებს. ეს გამოსასწორებელია, რომ დაუშვათ არსებობს შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაცია, არსებობს 3+3 ფორმატი. ესეთ რეგიონულ ფორმატებში თუ არ ჩავერთვებით და მარტო ევროკავშირზე ვიქნებით დამოკიდებული, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, საჭიროა აი ამ ტიპის რეგიონულ ფორმატებში, დიალოგებში ჩართვა და მეოთხე განზომილება, სადაც ცოტა უნდა გავაქტიურდეს, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციები. გასაგებია, რომ გაეროს თავისი კრიზისი და თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ გაეროს თავისი წონა მაინც აქვს შენარჩუნებული გარკვეული თვალსაზრისით და ბევრი საუბარი მიდის რეორგანიზაციაზე. მოკლედ, ჩვენი გარკვეული ნიშის, აი სამშვიდობო ხაზის დამკვიდრება გაეროში და ასევე თუნდაც დამკვირვებლად უკვე დაფიქსირება ბრიქსის ალიანსში, რომ მაქსიმალურად კომპლექსური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ 4-ვე განზომილებაში და 4-ვე მიმართულებით და ვადაპტირდეთ აი ამ დიდ ცვლილებებთან, რაც ჩვენს გარშემო მიდის რა. გასაგებია, ირაკლი, შენ რას ფიქრობ? ანუ აი ეს შეუცვლელი რაღაც პროცესი, ეს თავისთავად შეუცვლელია იმანენტურად, ანუ უნდა გააჩნდეთ მიზნად, რომ ეს შეუცვლელი გახდეს. რა პერსპექტივაა? შენს კითხვაზე ხა რამდენიმე ინდიკატორი გამოვყავი მე ჩემთვის, როცა ამას საკითხზე ვფიქრობდი, რამდენად ბოლომდე წამსვლელები არიან. ინდიკატორი უნდა გამოიხატებოდეს მარტივ ქმედებებში, ეს არის პასუხისმგებლობას თუ დააყენებს კონკრეტული ფიზიკური პირების, ტრამპის გუნდი, ხო? აი ეპშტაინის სია, აგებს თუ არა პასუხს, ვინც ეს გააკეთა. მილონ მასკი ყოველდღე გვეუბნება, აქ 100 მილიარდი მოიპარეს, იქ 2 მილიარდი მოიპარეს, აქ ტრილიონი და ასე შემდეგ. ხო, აქ ტრილიონი და ასე შემდეგ, USAID და NED და აგებს თუ არა ვინმე ამაზე პასუხს. აი ეს ინდიკატორი იქნება ერთი. მეორე იქნება განათლების სისტემაში ეხლა დეპარტამენტს საერთოდ აუქმებენ ფედერალურ სტრუქტურას. შტატებზე გადავა ეს საკითხი, მაგრამ იქ მთავარი არის ინტოქსიკაციის წყაროები, ანუ ადამიანი მოწამლული რო არის, მოწამვლის წყარო უნდა დაადგინო ჯერ ამერიკაში და საქართველოში და ყველგან ლიბერალიზმით მოწამვლის წყარო ეს არის პირველ რიგში მედია, მერე რაღაც არასამთავრობო ესე აქტივისტების ჯგუფები, სოროსის მიერ დაფინანსებული მაგალითად, შემდეგ არის სასწავლო დაწესებულებები, კონკრეტულად უნივერსიტეტები. მე როცა ვესაუბრე ბატონ ბრაიან ბრაუნს, ეს ამერიკის საოჯახო კონგრესის პრეზიდენტია. აი მე როდის მე და სოსო მანჯავიძე ვესაუბრებოდით და ვკითხეთ, რომ როდის დაკარგეთ ძაფი.
კონსერვატორებმა. მან პასუხა, როცა ჩვენო არ შევაფასეთ ჯერ უნდათ მათი უნივერსიტეტში ინფილტრაციის კამპუსები კი ბატონო 60-იანებში ჯერ კიდევ აი იქ დავკარგეთო ჩვენო კონტროლის სიტუაციაზე დღევანდელი გადმოსახედიდან მაშინ ამას სერიოზულად არ უყურებდით ასე სერიოზულად არ უყურებდით ამიტომ აი თუ მოხდება დეიდეოლოგიზაცია ინდოქტრინაციის შეწყვეტა უმაღლეს სასწავლებლებში შეერთებულ შტატებში პირველ რიგში თუ მოხდება ინდოქტრინაციის წყაროების მინიმუმ განეიტრალება ალტერნატივით, რასაც აი სოციალური ქსელებით შეიძლება ეს გააკეთოს და ბლოგერები და ინფლუენსერებით ამერიკაში შესაძლებელია ჩვენთანაც სხვადასხვა ჩვენთანაც ეს ხდება კი ეს პროცესი არის. აი მაშინ უკვე ეს და სიღრმისეული რეფორმებთან გვაქვს საქმე და რა თქმა უნდა ფინანსური კაპიტალის მოთოკვა. ახლა ამერიკა რატოა მაგარი, იმიტომ რომ კაპიტალიზმი რომ მიუშვა, ველური კაპიტალიზმის ფორმას იღებს, სადაც მონოპოლისტური და კარტელური კაპიტალიზმია. ეს ანგრევს ყველაფერს. თვითონ კაპიტალიზმის სისტემასაც ანგრევს და 80-იანი წლების ჩათვლით ასე თუ ისე ანტიმონოპოლიური სისტემას წესებს იცავდნენ ესე იგი ანგრევდნენ მონოპოლიებს Microsoft-ის ამჯერად ხო დააჯერეს ინდეჯერ ხო კი ბატონო მაინც მონოპოლისტია ხო ამიტომ ეს ყველაფერი ხა ჩვენ ორ სიტყვას თუ საქართველოსაც ვიტყვი თუ მომწევ რა თქმა უნდა ეს არის არა ეს არის ზუსტად ბოლო კითხვა საქართველოსთან მიმართებაში რა ხდება აი შენ პირველ იმაში ახსენე რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს მოდი დავამშვიდოთ ჩვენი მოსახლეობა ვთქვათ რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლიბერალური დასავლეთისთვის ახლა არის მართლა ბუფერული ქვეყნები რომელიც არის აღმოსავლეთ ევროპაში ამ თვალსაზრისით ბალტიისპირეთში გეთახმეთ პოლონეთში რუმინეთი რა თქმა უნდა და ამ თვალსაზრისით უნგრეთიც და სლოვაკეთიც არის ამიტომ მნიშვნელოვანი თუმცა ჩვენი სიმცირის გათვალისწინები და ემის გათვალისწინები რომ მოწყვლადი ქვეყანაა ეხლა სხვადასხვა თვალსაზრისით ხო რა თქმა უნდა და ჩვენ ხედავთ რომ მართლაც ეხლა დაბალი ღობე ნახეს და ეხლა ყოველი მეორე ევროპელი სპიკერი ვალდებულად თulis რომ რა საქართველოს რაღაცა შეუთვალოს განსაკუთრებით ბალტიისპირეთი მაგიჟებს ამ თვალსაზრისით ესე იგი ნუ მილიონახევრიანი ქვეყნის წარმომადგენელი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის და ტრამპს ესე იგი ნოტაციებს უკითხავს იმას საკავშირებით თუ რა რიტორიკა რუსულ ნარატივებს ავსწრებს ეს არის ცრული მარაზმი მე მესმის ბალტიისპირეთის ფობია მაგრამ ამათმა უნდა გაიხსენონ რომ ჩვენ ეროვნული მოძრაობის გარიჯრაზე უბრალოდ აი დავეჯახეთ იმპერიას 9 აპრილი და ამის შედეგადაც ბალტიისპირეთმა უსისხლოდ მიიღო ეს თავისი დამოუკიდებლობა ჩვენ მოვიხადეთ ყველა ვალი ყველასთან ჩვენ არავის და მით უფრო ეხლა ჩვენ არ გვესწავლება ეხლა ლატვიელი იქნება ესტონელი თუ ლიტველი რა და როგორ უნდა მოვიქცეთ რუსებთან მიმართებაში ხო და მოდით კი ბატონო მე მინდა ესეც და ამით შეგვიძლია დავამთავროთ. სხვათა შორის შეგვიძლია 3 წუთი ამ საკითხთან დაკავშირებით. ვიტყვი უცებ ბალტიისპირელებს რაც შეეხება მაგათ სული ზრება ჩიშისგან რომ ეს მეორე ფრონტის გახსნა მაგათ არ დააბალო. ეხლა ჩემი ერთი ნაცნობი იყო ჩასული და შეხვდა შემთხვევით გაიცნო ლიტვის ახალგამარჯვებული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. არაფორმალურ გარემოში ჰქონდათ საუბარი და ეკითხება რომ ეს რიტორიკა რო გვექთო ესეთი აგრესიულიო ჩვენო ახლა სააკაშვილის დროს ასეთი რიტორიკით რო იყო შემოვარდნეს რუსები ტანკებით და რისი იმედი გაქვთ ნატო რო არ დაგეხმარება ხო გესმით კიო გესმისო აბა რისი იმედი გაქვთ რატო შვებითო ესე სანამ შემოვარდებიანო ულტიმატუმს უღვეთყვიან კიო ხო და დავეთანხმებით დაახლოებით ასეთი დაახლოებით ესეთი მიდგომა აქვს ლიტველებს ამიტომ საქართველოს შემთხვევაში ულტიმატუმის გაგება შეიძლება რამდენიმე თვით დაჭირდეს ეხლა ჩვენთან რა ხდება მე ვფიქრობ რომ დადგა დრო რომ ჩვენ კაფეო სიგნალი გავაგზავნეთ და გზავნილი მთელ მსოფლიოში ოკეანის გაღმაც ევროპაშიც ჩრდილოეთშიც აღმოსავლეთშიც ყველა ვექტორით რომ ჩვენ აღარ ვართ თანახმა იმ ნეოკოლონიალურ მოდელში კოლონიის როლზე რომელიც ჩვენ გქონდა ბოლო 35 წლის განმავლობაში ხო ეს ვაშინგტონის კონსენსუსი იქნება თუ სხვა დღეს განუზომლად უფრო დიდია ქართული სუვერენიტეტი ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ და გაცილებით მეტი ვიდრე იყო 5-6 წლის წინ შარლ მიშელის შეთანხმება სანამ გადავახიეთ თავზე შარლ მიშელს ეხლა არის უკვე დასაწყები მეორე ეტაპი სამუშაოს ეს არის ინტელექტუალური აკადემიურ დონეზე ახსნა
სოფლიო თანამეგობრების მოაზროვნე წრეებისთვის როგორია ჩვენი ხედვა და როგორია ჩვენი ხედვა ჩვენ ხედვა გვაქვს საერთოდ არა როგორ არ გვაქვს სად არის აი ეხლა ეს ხელისუფლება სხვათა შორის ვარს ამბობს რაღაცა ლობისტურ საქმიანობაზე ვარს ამბობს საკომუნიკაციო საქმიანობაზე სწორედ ჩვენ ინტელექტ ჯგუფებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობაზე რაღაც პერიოდში ეს ალბათ ასეც იყო საჭირო და მომაში ეთანხმებული მაგრამ ეხლა უკვე საჭიროა რომ ესეთი მუშაობა დაიწყოს კი ბატონო კი think tank-ები და კომუნიკაციები იმიტომ რომ იქ გადაწყვეტილების მიღების პროცესს თუ ანალიზს გაუკეთებ აი მაგალითად შეერთებულ შტატებში ხო think tank-ების და ანალიტიკური ცენტრების გარეშე მათ შორის სახელმწიფო უწყებების ესეთი გადაწყვეტილება არ მიიღებ ამიტომ იქ არის სამუშაო ეს ეხება სხვათა შორის ევროპის განსაკუთრებულ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს აი ავსტრიას მაგალითად ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს ავსტრიას გავხდიდი ავსტრიას და ბრატისლავას ეხა ვენა ბრატისლავა რამ გაყვიქვერენ ავსტრიას გავხდიდი ცენტრს სხვათა შორის იქაც ჩატეხეს გუშინ კოალიციიდან მემარჯვენეები კი ბატონო ამიტომ ეს ეხლა რა გვინდა რა ფორმულა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ ადამიანებს ჩვენთვის ჩემი აზრით იდეალური არის სამხედრო ნეიტრალიტეტი თუ ჩვენ ვასრულებთ ბუფერის ზონის ანუ იზოლატორის ფუნქციას დიდ ძალებს შორის ნატოს და დაუშვათ ჩრდილოეთის რუსეთს შორის ამ შემთხვევაში სამხედრო ნეიტრალიტეტი არის ოპტიმალური მაგრამ ეს არნიშნავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ხოლო ეკონომიკური ვექტორები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით უნდა გაიხსნას მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი ჩვენი ნიუანსი რომ ჩრდილოეთ სამხრეთის ეკონომიკური ვექტორის ბოლომდე გახსნას კომუნიკაციების გახსნას ჩვენ ვაბამთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას ეს ახლა ნათლად უნდა ესმოდეს ყველგან რომ ეს საკითხი ჩვენთვის არის ნომერ პირველი საკითხი მიუხედავად იმისა რომ სოციოლოგიაში ის ხანდახან მესამეა ხანდახან მეხუთეა მაგრამ როგორც კი გამოჩნდება ტელეეკრანზე წარწერა აფხაზეთია ცხინვალი აქტუალიზაცია ეგრევე იწყება და პირველ მეორე ადგილას გადადის ეს საკითხი ახლა შენ რას გიხსნით ამის სპეციალისტი აი ეს არის ჩვენი ხედვა და რომელიმე ბანაკის წევრობა, ჩაგვარტყამენ უროს თავში ერთ-ერთი ბანაკიდან და დამთავრდა. რა თქმა უნდა. ლუკა მე გავაგზავნე ბატონმა ირაკლიმ რას თქვა განათლების სისტემაზე. ხო, შეიძლება ბევრი რამე შევცვალოთ, გადავხედოთ, დავიწყოთ ადაპტირება ამ ახალ რეალობასთან, მაგრამ თუ ფუნდამენტურად ამ საკითხს არ მიეხედება, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება მოხდეს რადიკალური გარდატეხა და როგორ შეიძლება ჩვენ მედეგობა და წინააღმდეგობა გრძელ პერსპექტივაში შევინარჩუნოთ სხვადასხვა ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ რა. ანუ ეს ზეწოლა რაც იყო და რაც გადავლახეთ გასაგებია, ეხა ოპტიმისტურად შეიძლება ვიყოთ განწყობილი, რომ ამ ზეწოლას შენელდება იმ გაგებით, რომ ამერიკიდან მინიმუმ აღარ იქნება ეს და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იქნება ეს ზეწოლა, მაგრამ ამის მიუხედავად რისკები არის. ამ რისკების ესე იგნორირება არ შეიძლება და ამ საქმეში განათლების სისტემის რეფორმას ფუნდამენტური როლი აქვს. ამ მიმართულებით არავინ არ ჩქარობს რატომღაც ძალიან ნელი ტემპებით მიდის ყველაფერი და არა მარტო ნელი ტემპებით არამედ ვერ ხედავს საერთოდ იმას რომ სხვადასხვა ხედვებზე ან კონცეფციებზე სადმე მუშაობა მიდიოდეს უბრალოდ არ მიდის ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა რაც ახსენეთ რომ არც ძლიერ სახელმწიფოში ბატონმა ირაკლიმ ზუსტად თქვა ეს არ მიიღება გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკაში think tank-ებთან კონსულტაციის და კვლევით ორგანიზაციებთან კონსულტაციის გარეშე არსებობს think tank-ები, რომელიც გარკვეულ რეგიონებზე არის სპეციალიზებული და იმათ აქვს უამრავი ინფორმაცია და კვლევა ჩატარებული ამ მიმართულებით და ყოველთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა ინსტიტუციები გადიან კონსულტაციებს. ჩვენ ასეთი think tank-ები არ გაგვაჩნია. ანუ ის კი არა უბრალოდ რომ გადავწყვეტ, მოდი ახლა განვახოთ, ანუ თავიდან არის, ნულიდან არის შესაქმნელი ესეთი სისტემა. ქსელია შესაქმნელი სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების, რაც სხვადასხვა აზერბაიჯანმა გააკეთა. მე არ მოველოდი ამდენი კვლევითი ორგანიზაცია თუ ექნებოდათ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რომ გადავხედე გაუგნებული დავრჩი. პრეზიდენტის აპარატის დაქვემდებარებაშიც, პარლამენტთან დაქვემდებარებაშიც არის ეს უდიდესი ქსელი შექმნილი და ჩვენი გზა თუ როგორ შეიძლება იყოს უფრო დაფუძნებული ჩვენი საგარეო პოლიტიკა, განათლების სისტემა და ასე შემდეგ, გადის ამაზე, რომ შემდეგი ნაბიჯი არის თუ აქამდე რაღაცები რიტორიკის და ნარატივების დონეზე გქონდა, ახლა უფრო სერიოზულად მიუდგეთ საკითხს, შეიქმნას ინტელექტუალური პროდუქტი და აი ეს ქსელი, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება და კიდევ უფრო გაამტკიცებს ამ სუვერენიტეტის ხაზს რა. მე მხოლოდ იმას გამოვიყო, რომ სახელმწიფო
დაფიქრდება, მეგონი რაღაცა წელს შეგვიძლია ველოდოთ გარკვეულ პოზიტიურ ძვრებს ამასთან დაკავშირებით. საგრანტო პოლიტიკა არის, მე უბრალოდ არ ვიცი, მე მგონი ეხება მედიას და არასამთავრობო სექტორს. მე არ ვიცი, რამდენად ეხება think tank-ებს და აი ამ სააზროვნო ცენტრების ჩამოყალიბების პერსპექტივას. აბსოლუტურად გეთანხმებით, აბსოლუტურად არანორმალური ვითარება საქართველოში ამ თვალსაზრისით. ყაზახეთშიც კი, ეხლა კი ის რატომ ვამბობ, არ ვიცი, მაგრამ იქ არის ძალიან განვითარებული აი ეს ინფრასტრუქტურა ინტელექტუალური მხარდაჭერისა. ამდენად ვიმედოვნოთ, გამოთქვათ სურვილი ამასთან დაკავშირებით, თქვენ კი უღრმეს მადლობას გეუბნებით, მართლა ძალიან საინტერესო იყო ეს აისახა აი ამ ნახვების მაჩვენებელზე, კიდევ უფრო გაიზრდება თანდათან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გელით არ დამეკარგოთ. შევთანხმდით და ასევე ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ პარასკევამდე.